უკრაინა მხოლოდ ფრონტის ხაზებზე არ ებრძვის რუსეთს, არამედ ბევრად უფრო შორსაც. რუსეთის რეგიონებში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ათასობით ფარული ოპერატორი, მათ შორის უკრაინელები, თათრები და თვითონ რუსებიც აქტიურად მუშაობენ კრემლის წინააღმდეგ შიგნიდან. ერთად ისინი ქმნიან ათეშის დანაყოფს და მათი მისია ნებისმიერი საშუალებით ჩაშალონ ომი. ფარული დივერსიული ტაქტიკებიდან დაწყებული, შიდა დაზვერვის გაზიარებით დამთავრებული, ეს მამაცი აგენტები ფასდაუდებელ დახმარებას უწევენ უკრაინის არმიას, ხოლო ბოლო წარმატებულმა დარტყმებმა შოკის ტალღები თავად მოსკოვის გულამდე მიიტანა. ათეში, რაც ყირიმელი თათრების ენაზე ცეცხლს ნიშნავს 2022 წლის ზაფხულში დაიწყო. მალევე მას შემდეგ, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ჯგუფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც მხოლოდ ზედმეტ სახელ ზოკათი არის ცნობილი, ინტერვიუში ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრთან SIPA ახსნა, როგორ დაიწყო ყველაფერი. ყირიმში პროუკრაინელი აქტივისტების ჯგუფს, მათ შორის ყირიმელ თათრებს, მოძრაობის შექმნის იდეა გაუჩნდათ. ომი იწელებოდა, რუსეთის სრულად ვერ ახერხებდა თავისი მიზნების მიღწევას და აშკარა იყო, რომ მობილიზაციას გამოაცხადებდნენ. მობილიზაცია მოძრაობისთვის სასიკეთო აღმოჩნდა, რადგან რუსეთის სარდლებმა ერთი ფატალური შეცდომა დაუშვეს. მათ აიძულეს ყირიმის მოსახლეობა, რომ რუსეთის რიგებში გაწევრიანებულიყვნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ აქტიურმა ატეშის წევრებმა შეძლეს კრემლის არმიაში შესვლა, რაც ბევრად უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევდა დივერსიებისა და სხვა ფარული ოპერაციებისთვის. იქიდან მოძრაობა დაიწყო ზრდა, როგორც ზოკა აღნიშნავს. მობილიზაციის დასაწყისიდან 2022 წლის შემოდგომიდან ატეშის პირველი აგენტები მობილიზებულნი იყვნენ რუსეთის არმიაში. ზოგი მათგანი დამოუკიდებლად შეუერთდა, ზოგი კი გაწვეული იყო. იმ მომენტიდან მოძრაობა გაიზარდა. ყოველ ადამიანს თავისი მიზეზი ჰქონდა შეუერთებისთვის. მაგალითად, ზოგი მთელი ცხოვრება სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდა და შეჭრასთან დაკავშირებით ღრმა უსამართლობის განცდა ჰქონდა. სხვები უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, რომლებიც თვლიდნენ, რომ უნდა გადაედგათ ნაბიჯი და სწორი გაეკეთებინათ. ასევე იყვნენ წევრები, რომლებიც უფრო პირდაპირ დაზარალდნენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით. ზოკა მაგალითად აღნიშნავს ერთი კაცის ძალიან ემოციური ისტორიას, რომელმაც ომში მამა დაკარგა და გადაწყვიტა ატეშს შეუერთდეს, რომ როგორმე შური იძიოს. მიუხედავად იმისა, რომ მათი წარსული და ისტორიები განსხვავებულია, ამ ადამიანებს ერთი საერთო მიზანი აქვთ: რუსეთი უკრაინიდან გააძევონ და ომი დაასრულონ. ისინი თავიანთ მისიას სხვადასხვა გზით ასრულებენ. მაგალითად, 2022 წლის ბოლოსა და 2023 წლის დასაწყისში გავრცელდა ცნობები, რომ ათეშის წევრები და სხვა პარტიზანები რუსულ ბარაკებს სწავლდნენ, ეროვნული გვარდიის საგუშაგოებს აფეთქებდნენ და კოლონებს თავს ესხმოდნენ. მაგრამ მოძრაობის ოპერაციების დიდი ნაწილი არ ხდება სროლითა და აფეთქებებით, არამედ ჩრდილში, სადაც აგენტები ფარულად აკვირდებიან რუსულ სამხედრო ობიექტებს, თავდაცვის ინფრასტრუქტურასა და საწარმოებს და მიღებულ ინფორმაციას უკრაინას უზიარებენ. მას შემდეგ მოძრაობას აგენტები ჰყავს ათეულობით ქალაქში, დასახლებასა და რეგიონში, ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე ადგილებიდან დაწყებული ცივი სიბირის ტუნდრამდე. მათ შეუძლიათ შეაგროვონ უზარმაზარი რაოდენობის დაზვერვითი ინფორმაცია ისეთ ადგილებში, სადაც კიევის ძალებისთვის წვდომა ჩვეულებრივ საკმაოდ რთულია. და ეს დაზვერვითი ინფორმაცია არაერთხელ აღმერთხელ აღმოჩნდა შეუფასებელი. მართლა ატეშის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი აგენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ უკრაინის არაერთ ოპერაციაში ომის ადრეულ ეტაპებზე, მათ შორის წარმატებულ თავდასხმებში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებსა და ინფრასტრუქტურაზე ყირიმის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორიცაა სადესანტო გემი მინსკი, წყალქვეშა ნავი როსტოვ-ონ-დონი და ოპერაცია კრაბის ხაფანგი ფლოტის შტაბზე სევასტოპოლში, რის შედეგადაც ათობით მაღალი რანგის რუსი ოფიცერი დაიღუპა. როგორც ზოკა განმარტავს, ჩვენი ხალხი, აქტივისტები და შტაბში მყოფი პირები აფიქსირებდნენ ყველა გემს სევასტოპოლის ყურეში, რომელთაგან რომელი იყო შეკეთებაზე, რომელი ვარჯიშზე, მათი ვარჯიშის განრიგები. ჩვენი ინფორმაციის წყალობით თავდაცვის ძალებმა შეძლეს დარტყმის განხორციელება. თუმცა დროის გასვლასთან ერთად, როცა რუსეთი უფრო და უფრო მეტად აცნობიერებდა ატეშის არსებობას, კრემლის სადაზვერო სამსახურებმა გააძლიერეს აგენტების ძებნა და მათი ლიკვიდაცია საკუთარ რიგებში. შედეგად ჯგუფს მოუწია გამხდარიყო უფრო ჭკვიანი, ფარული და სტრატეგიული თავის მეთოდებში. გარდა ამისა, როგორც ზოკა აღნიშნავს, გაზრდილმა რისკმა გამოიწვია ის, რომ ზოგიერთმა ადამიანმა მოძრაობას ჩამოშორდა, რადგან ეშინოდათ საკუთარი სიცოცხლისა და საყვარელი ადამიანების უსაფრთხოების გამო. 2022 წელს მეტი ენთუზიაზმი იყო. ბევრი ადამიანი ემოციით მოტივირებული, ხაზს გვიჭერდა და ცდილობდა როგორმე დაგხმარებოდა. ემოციები დაცხრა და ბევრი ადამიანი, ვინც რისკზე წასვლას იყო მზად, ოკუპირებულ ტერიტორიებს გაეცალა. ახლა ყველაფერი უფრო პრაგმატულია, უფრო სისტემური და მეთოდური. მაგრამ იმის გამო, რომ ატეში ცოტა შემცილდა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ნაკლებად ეფექტურია. პირიქით. სინამდვილეში შეიძლება ითქვას, რომ მოძრაობა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა და გავლენიანი გახდა.
2024 წელს მაგალითად მან წამოიწყო პროექტი სახელად BUNT, რაც ინგლისურად ნიშნავს ამბოხს. ეს პროექტი გულისხმობდა კერძო საინფორმაციო არხის შექმნას რუსი სამხედროებისთვის, რომლებიც არ არიან მზად კრემლის თვითმკვლელურ ფრონტზე შეტევებში მონაწილეობის მისაღებად. ეს არხი ასეთ ჯარისკაცებს აძლევს რჩევებს, თუ როგორ შეუძლიათ ფრონტის ხაზზე ოპერაციების შეფერხება ან გადადება, მაგალითად ომი კვერცხების მანქანის ძრავებში ჩასხმით. ეს ყველასთვის მომგებიანია. ის ჯარისკაცები, რომლებიც არხის რეკომენდაციებს მისდევენ, შეძლებენ ცოტა ხნით მაინც გადარჩენს გადარჩენას, რაც მათ აძლევს დროს შესაძლო გაქცევისთვის ან დეზერტირობისთვის. ამასობაში უკრაინულ ძალებს ავარ უწევთ იმდენი შეტევითი ჯგუფის მოგერიებაზე ფიქრი, რომლებიც მათ ფრონტის ხაზზე მდებარე პოზიციებს უტევენ. არხის გახსნიდან მალევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფმა ჯარისკაცებმა, მათ შორის ხერსონში, დონეცკსა და ზაპორიჟიაში, დაუკავშირდნენ მოძრაობა ატეშს და დაადასტურეს, რომ მის რჩევებს მიხვდნენ. მათ გამოიყენეს ჩვენი მეთოდები, ისწავლეს და გააფუჭეს თავიანთი აღჭურვილობა. ისინი არსად წასულან. ამის მნიშვნელობის გადაჭარბება შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფრონტის ხაზზე შეტევები დღესდღეობით ძირითადად არაეფექტურია და ხშირად მხოლოდ მასობრივი მსხვერპლით მთავრდება კრემლის რიგებში, ზოგიერთი მათგანი მაინც ტოვებს გვალს. ზოგჯერ გარკვეულ დანაყოფებს შეუძლიათ უკრაინის ხაზების გარღვევა, მაგალითად ან მცირე მიწის მონაკვეთების დაკავება, რაც რუსებს აძლევს შესაძლებლობას გააფართოვონ თავიანთი პოზიციები და გაუადვილდეთ შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვა, ან თუნდაც უკრაინული პოზიციების ალყაში მოქცევა. ამ შეტევების შეჩერებით და შეფერხებით ატეშას აგენტები ზღუდავენ რუსეთის შესაძლებლობას აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. ისინი კრემლის მეთაურებს დამატებით პრობლემებს უქმნიან და თავის ტკივილს აძლევენ. ამავდროულად კი ანცირებენ ორივე მხარეს ზედმეტ სისხლისღვრას. ატეშას საქმიანობის კიდევ ერთი მაგალითისთვის ზოკა მიუთითებს შავი ზღვის ფლოტის 126-ე ცალკეულ სანაპირო თავდაცვის ბრიგადაზე. ეს ბრიგადა ხერსონის ფრონტზეა განლაგებული და არაერთხელ განუხორციელებია შეტევები დნეპრის დელტაში მდებარე კუნძულებზე. ატეშის წყალობით ეს შეტევები მოულოდნელად ბევრად ნაკლებად ეფექტური გახდა, რადგან ბრიგადამ განაცხადა გაფუჭებული ჯეტსკების, დაზიანებული რეზინის ნავებისა და ძრავების შესახებ, რომლებიც ვერ ჩაირთო. ეს ყველაფერი რუსულ რიგებში ჩუმი დივერსიული საქმიანობის შედეგი იყო. ზოკა ამტკიცებს, რომ პრობლემა იმდენად მასშტაბური და გავრცელებული გახდა, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა იძულებულნი გახდნენ სპეციალური გამოძიება დაეწყოთ იმ რაიონში განლაგებულ ნაწილებში, რათა როგორმე ავეკვეთათ ატეშის ფარული ოპერაციები. და ეს ყველაფერი არ არის. მოძრაობის ოპერატორები აგრძელებენ დაზვერვის შეგროვებას და გაზიარებას უკრაინის თავდაცვის ძალებთან. მათი მძიმე შრომა ხშირად შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ უკრაინელი სამხედროები მას ძალიან აფასებენ. სინამდვილეში სწორედ ამ აგენტების მიერ შეგროვებული დიდი რაოდენობის ინფორმაციის წყალობით შეძლეს უკრაინის ძალებმა რუსეთის ინფრასტრუქტურაზე ამდენი წარმატებული დარტყმის ორგანიზება და განხორციელება. ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება დრონებითა და რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმებზე, ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე, მილსადენებზე, საბრძოლო მასალის საწყობებზე, საწვავის საცავებზე, რაკეტების საწარმოებზე, დრონების ქარხნებზე, პორტებზე და ასე შემდეგ. ატეშას აგენტები ყველა ამ თავდასხმაში არ მონაწილეობენ, მაგრამ ნამდვილად მიუძღვით წვლილი მათგან არაერთში. ისინი ეხმარებიან უკრაინის დრონების ეკიპაჟებსა და რაკეტების ჯგუფებს ზუსტად გაიგონ, სად მდებარეობს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რამდენად ძლიერად არის დაცული, რა ტიპის თავდაცვა ამ მიმდებარე ტერიტორიაზე, სად ინახება ან მდებარეობს ყველაზე ღირებული ობიექტები და ასე შემდეგ. ზოკამ ჩამოთვალა რამდენიმე მნიშვნელოვანი თავდასხმის მაგალითი, რომლებშიც ატეში მონაწილეობდა, მათ შორის ნავთობის ობიექტებზე დათმები ისეთ ადგილებში, როგორიცაა ლუგანსკი, ყირიმი და კავკაზის პორტი. ასევე ყაზანის დენთის ქარხანასა და ბალტიმორის აეროდრომზე თავდასხმასთან ერთად, სადაც რუსეთი ინახავს დიდი რაოდენობით SU-34 ტიპის ბომბდამშენებსა და დრონებს. და რაც შეეხება აეროდრომს, ზოკამ განაცხადა: ჩვენი აგენტი იქ მუშაობდა და ჩვენ შევძელით რამდენიმე დრონის ოპერატორის კვალის პოვნა. ამის შემდეგ ჩვენ შევძელით ინფორმაცია დონეცკის ფრონტზე გადაგვეცა. როდესაც ესეთი შემთხვევები უფრო გახშირდა, რუსეთმა კიდევ ერთხელ გააძლიერა აგრესიული მცდელობები ატეშის აგენტების გამოსავლენად, მაგრამ პარტიზანები ყოველთვის ახერხებდნენ ერთი ნაბიჯით წინ ყოფილიყვნენ. მაგრამ სანამ ნახავთ, როგორ აკეთებენ ამას და მათ ბოლო ოპერაციებს, თუ ასეთი ანალიზი გსურთ უფრო ხშირად იხილოთ, დარწმუნდით, რომ გამოწერილი გაქვთ The Military Show. ჩვენ ყოველ კვირას ასე დეტალურად განვიხილავთ ყველაფერს. საოცარია, მაგრამ ერთ-ერთი გზა, რომლითაც ატეშმა შეძლო ასე ეფექტურად ემოქმედა და ამავდროულად თავი აერიდებინა გამოვლენას, იყო ის, რომ პირდაპირ რუსების ცხვირ წინ მუშაობდა. მან მოახერხა რუსი ჯარისკაცების დიდი რაოდენობის გადაბირება და მათთან ერთად მუშაობა ისე, რომ მათი მეთაურები ამას ვერც კი ხვდებოდნენ. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ომის მიმდინარეობისას და რუსეთის მორალის დაცემის ფონზე სულ უფრო მეტმა კრემლის ჯარისკაცმა გააცნობიერა ის რეალობა, რომელშიც მათი ქვეყანა აღმოჩნდა.
მათ კარგად ესმით, რამდენად უაზრო და უშედეგოა ეს ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია და საკუთარი თვალით ნახეს, როგორ ექცევიან თანამემამულეებს უბრალოდ სასაკლაოდ გაგზავნილ მასალად, რომელსაც ისევ და ისევ უშედეგო ფრონტალურ შეტევებში ხარჯავენ. მათგან ბევრს არ სურს ამ ყველაფრის ნაწილი იყოს, მაგრამ ისინი ან თავად მოაწერეს ხელი, ან ზეწოლის შედეგად შეუერთდნენ არმიას, სანამ სიმართლეს გაიგებდნენ. ეხლა როცა ისინი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ მაინც სურთ სწორად მოიქცნენ, ეს ჯარისკაცები მზად არიან უკრაინელებთან ითანამშრომლონ, რათა შიგნიდან დააზიანონ მოსკოვის სამხედრო ძალისხმევა. და ზოგას უამრავი ისტორია აქვს მოსაყოლი რუსი ჯარისკაცების შესახებ, რომლებიც მზად არიან რისკზე წავიდნენ და საკუთარი უსაფრთხოება საფრთხეში ჩააბდონ, რათა შეაგროვონ დაზვერვის ინფორმაცია, რომელიც სიცოცხლეს გადაარჩენს. ზაპორიჟიის ფრონტზე მოქმედმა სამხედრო მოსამსახურემ დაგვიკავშირდა და სოფელზე თავდასხმის გეგმები გადმოგვცა. ამან უკრაინის თავდაცვის ძალებს დაეხმარა, რომ თავდასხმის ნამდვილი მიმართულება გამოევლინათ და არა ის ყალბი, რომელიც ჩვენი დამცველების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად, რის შედეგადაც მათ შეძლეს შეტევის მოგერიება. თელ ფრონტის ხაზზე ბევრი მსგავსი ისტორია მოხდა, როდესაც რუსეთის მეთაურებს ეგონათ, რომ უპირატესობა ჰქონდათ, ან მტერს მოულოდნელად დაათქლებოდნენ თავს, მაგრამ უკრაინა მზად იყო და მახეში ჩასმისთვის ელოდებოდა. და ეს ყველაფერი ატეშის დამსახურებაა. მოძრაობის აგენტები აგრძელებენ აქტიური დივერსიული მისიების შესრულებას. მათ გაწყვიტეს საკომუნიკაციო ხაზები, რომლებსაც რუსეთი იყენებს სამხედრო ოპერაციების დასაგეგმად, კოორდინაციისა და კომუნიკაციისთვის, ასევე დააზიანეს და დაარღვიეს სარკინიგზო სისტემა. ეს კრემლის საომარი მანქანის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო, რადგან სწორედ სარკინიგზო სისტემით მარაგდებოდა ჯარი საკვებით, წყლით, საბრძოლო მასალითა და იარაღით. მაგალითად, 2026 წლის აპრილში გავრცელდა ცნობები, რომ ატეშის წინააღმდეგობის მოძრაობამ სამხედრო ლოკომოტივი გაანადგურა როსტოვის რეგიონში. შემთხვევა მოხდა ლიკაიას სარკინიგზო სადგურთან, რომელიც სამხედრო ტვირთების გადაზიდვისთვის ამ ტერიტორიაზე ხშირად გადის მატარებლები, რომლებიც საბრძოლო მასალას, საწვავს და ჯავშან ტექნიკას ეზიდებიან. მაგრამ ატეშის წყალობით ამ მატარებლებიდან ერთ-ერთი ვეღარასდროს გაივლის ამ გზას. ჯგუფის ინფორმაციით, განადგურებული ლოკომოტივის რიდებულება მინიმუმ $150,000. თუმცა დაამატეს, რომ რუსეთისთვის რეალური დანაკარგი ბევრად უფრო მაღალია. რუსეთის რკინიგზას უკვე მწვავე დეფიციტი აქვს მოქმედი ლოკომოტივების, ხოლო მათი შეკეთების შესაძლებლობები პრაქტიკულად ამოწურულია. მოძრავი შემადგენლობის თითოეული ერთეული მნიშვნელოვანია და ახლა კიდევ ერთი დაიკარგა. ლოკომოტივის განადგურებამ ასევე გააჩერა მატარებლების მოძრაობა ამ ტერიტორიაზე, რამაც რამდენიმე სამხედრო მატარებელს ლოდინი მოუხდა, სანამ რუსეთის რკინიგზის წარმომადგენლები კრიზისის დაძლევას ცდილობდნენ. იმავე თვეში მოგვიანებით ატეში კვლავ დაარტყა. მოძრაობის საკუთარი ინფორმაციით, ერთმა მამაცმა აგენტმა შეძლო შეღწევა ოკუპირებულ ლუგანსკის რეგიონში მდებარე ელექტროქვესადგურში. შიგნით შესვლის შემდეგ აგენტმა გაანადგურა ელექტროტრანსფორმატორი. მალევე გაჩნდა ხანძარი, რომელმაც სხვა მოწყობილობებიც მოიცვა და ფაქტობრივად სადგური მწყობრიდან გამოიყვანა. იგივე სადგური უზრუნველყოფს ახლო მდებარე სარკინიგზო კვანძის ელექტროენერგიით მომარაგებას, რომელსაც ასევე რეგულარულად იყენებენ რუსული სამხედრო მომარაგების მატარებლები. სადგურის სერიოზული დაზიანების გამო კვანძსაც გაუჭირდა ფუნქციონირება. გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე მატარებელი დაგვიანდა, რადგან ოკუპანტ ძალებს მოუწიათ სიტუაციასთან შეგუება და ალტერნატიული მომარაგების გზების ძიება. კიდევ ერთხელ საბოლოო შედეგი ის არის, რომ მნიშვნელოვანი მარაგები არ მიემართება იქ, სადაც რუსეთს სჭირდება. წინა ხაზზე მყოფ ძალებს აკლდებათ რესურსები, რაც არა მხოლოდ მორალზე მოქმედებს, არამედ ბევრად ართულებს ამ ადგილებში მყოფი მეთაურებისთვის შეტევების დაგეგმვასა და განხორციელებას. თავისთავად ეს შემთხვევები შეიძლება უმნიშვნელოდ ჩანდეს, მაგრამ მათი შედეგები ჯამში დიდ გავლენას ახდენს. თითოეული ასეთი ქმედება მტრის ლოგისტიკაზე ზეწოლას აძლიერებს და გამოკვეთს პარტიზანული მოქმედებების განსაკუთრებულ და ხშირად შეუმჩნევლ მნიშვნელობას მომარაგების ჯაჭვებსა და კოორდინაციაზე. და აშკარად ჩანს, რომ მოსკოვი უკვე დაღლილი და გაღიზიანებულია ატეშას ქცევებით. ჯგუფი ოფიციალურად ტერორისტულ ორგანიზაციად 2024 წელს გამოცხადდა, სხვა პარტიზანულ და წინააღმდეგობის მოძრაობებთან ერთად. შედეგად ატეშას ოპერატორებს მხოლოდ ადგილობრივი სამართალდამცავები კი არ დასდევენ, არამედ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლებაც. ზოგა აღნიშნავს, რომ ჯგუფს კვალში უდგანან ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, ანუ FSB-ს აგენტები, ასევე რუსეთის ეროვნული გვარდია და გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო, ანუ GRU. და რუსეთი არ ერიდება ბინძურ მეთოდებს, რათა იპოვოს ისინი, ვინც ცდილობს შიგნიდან დაარღვიოს მისი ოპერაციები. ზოგა აღნიშნავს, რომ მტერმა მაგალითად შექმნა ათეშის ყალბი ანგარიშების მთელი სერია სოციალურ ქსელებში, როგორიცაა ტელეგრამი. რუსი დაზვერვის აგენტები ამ არხებზე ათეშის ოპერატორებად ასაღებენ თავს, იმ იმედით, რომ მიიზიდონ ისინი, ვისაც შეიძლება მოძრაობაში ჩართვა სურდეს, სანამ მათთვის მახეებს დაგებენ და გამოიჭერენ. სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი საკმარისად გონიერია, რათა ამ მახეებში არ გაებას, იგივე ვერ ითქმის ყველა ადამიანზე. მაგალითად, 2024 წლის მარტში მოხდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი ასეთი არხის მიერ 13 წლის ბიჭი მოატყუეს.
რუსმა თაღლითებმა ჯერ დაავალეს მას, შეეგროვებინა ფოტო და ვიდეო ინფორმაცია იმ ადგილის შესახებ, სადაც რუსული ძალები დროებით იყვნენ განლაგებულნი. შემდეგ კი მოთხოვნები გაამკაცრეს და სთხოვეს, ჩაედინა ტერორისტული აქტები და ზოგარ სკოლაში სროლისთვისაც მოემზადებინა. როგორც ზოკა ადასტურებს, ნამდვილი ატეში ასეთ რამეს არასდროს გააკეთებდა. მას არ სურს მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანება ან ქაოსის გამოწვევა საკუთარი ხალხისთვის. მისი აგენტები მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე კონცენტრირდებიან და ფარულ მეთოდებს იყენებენ, რათა რუსული სამხედრო ძალისმევა დააზიანონ. სამწუხაროდ ამ ინციდენტმა ჯგუფის რეპუტაციას ზიანი მიაყენა, რადგან ზოგიერთმა ადამიანმა რუსული მედიის ცნობებს დაუჯერა, თითქოს ატეში ტერორისტულ საქმიანობას გეგმავდა. ზოგმა ჩვენმა აგენტმაც კი მოგწერა და უკმაყოფილება გამოხატა. მოგვიწია აგვეხსნა, რომ ეს სიმართლე არ არის. ჩვენს წინააღმდეგ პროვოკაციას აწყობდნენ. ჩვენ გვაქვს მორალური საზღვრები, ტერორისტები არ ვართ. საბედნიეროდ ჯგუფმა მალე აღიდგინა ძალები და მას შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. ზოკა აღნიშნავს, რომ ატეშს ახალი წევრების მოზღვავება ჰქონდა ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, რომლებიც უკვე 10 წელზე მეტია ნაწილობრივ რუსეთის კონტროლის ქვეშ არიან. ის მიიჩნევს, რომ ამ რეგიონებში ბევრი ადამიანი დაღლილია რუსეთის ოკუპაციით, კორუფციით და დაპირებების შეუსრულებლობით. მართალია, ანგარიშები აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირობას დებდა დონბასის მოსახლეობის გათავისუფლებას გამოგონილი უკრაინული ჩაგვრისგან, ამ რეგიონებში ცხოვრების დონე მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები შევიდნენ. მაგალითად, ლუგანსკში სულ უფრო ხშირად ხდება ის, რომ ადგილობრივები რამდენიმე თვე ხელფასის მიღების გარეშე რჩებიან. ზოგიერთმა ადამიანმა სამსახური საერთოდ დაკარგა და მათ ადგილას რუსები დანიშნეს. ბევრს კი ომის შედეგად სახლები დაუზიანდა ან განადგურდა და ახლა უსახკაროდ დარჩნენ, რადგან რუსული ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს მათ სათანადო საცხოვრებლით. როგორც ზოკა აღნიშნავს, ხალხს ატყუებენ, ისინი თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ და სურთი ბრძოლონ უსამართლობის წინააღმდეგ. დროის გასვლასთან ერთად ჯგუფს სულ უფრო მეტი რუსიც უკავშირდება. ყველას თავისი მიზეზი აქვს ამისთვის. ზოგი უბრალოდ დამატებითი ფულის შოვნას ცდილობს. სხვები თავს გაჭედილად გრძნობენ რუსულ არმიაში და გამოსავლის ძიებაში არიან. ასევე არიან ისინი, ვინც ომით იმედგაცრუებულნი არიან, ან ფიქრობენ, რომ ფრონტზე მოტყუებით წაიყვანეს. ეხლა დაახლოებით 2000 აგენტი და ინფორმატორი ქმნის ამ მასიურ მოძრაობას, რომელიც 2022 წლის ზაფხულის იმ პირველ დროებთან შედარებით ნიშნულოვნად უფრო დახვეწილი გახდა. აგენტები ახლა აღჭურვილნი არიან უფრო თანამედროვე უსაფრთხოების საშუალებებით, რათა თავიდან აიცილონ გამოვლენა. მაგალითად VPN-ებით, რომ დაფარონ თავიანთი ონლაინ აქტივობა და ერთჯერადი მოწყობილობებით, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს სხვა პარტიზანებთან კონტაქტში იყვნენ ისე, რომ არ გამოავლონ თავი. მოსკოვი ამ დროს კვლავაც იბრძვის და წვალობს თავისი სუსტი მცდელობებით, შეაჩეროს ატეშის საქმიანობა. ზოკას თქმით, ზოგ რეგიონში ატეში თითქმის იმავე საფრთხის დონეზეა მიჩნეული, როგორც უკრაინის ოფიციალური სადაზვერო სააგენტო GUR. როგორც ის ასკვნის, ისინი ძალიან სერიოზულად აღგვიქვამენ და ასეც უნდა იყოს. რუსი ჯარისკაცები შეშინებულები არიან, როგორღაც მათ უკვე დაიწყეს ზემოდან ფრენი დრონების ბზუილის ხმასთან შეგუება. ეს უბრალოდ ომის ბუნებაა უკრაინასთან, მაგრამ ახლა რასაც ვხედავთ, ეს განსხვავებულია. სხვა სამყაროს მსგავსი. ზეციდან მომავალი საშინელება, რომელიც უხმოა, შეუმჩნეველი და მასობრივად ანადგურებს რუს ჯარისკაცებს. ან პირდაპირ ვთქვათ, პუტინის ხელქვეითები შეშინებულები არიან და ასეც უნდა იყოს. მავსელები ჩამოვიდრე. და ისინი მხოლოდ დასაწყისია ხელოვნური ინტელექტით მართული განადგურების ტალღისა, რომელიც რუსეთის ძალებს უახლოვდება. ჩვენ მივიღეთ პირველი მინიშნებები იმის შესახებ, თუ რას მიიტანა უკრაინამ ბრძოლის ველზე, არათავად უკრაინისგან, არამედ რუსეთისა და მისი შეშინებული უსაფრთხოების სამსახურებისგან. 21 აპრილს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო TASS-მა გამოაქვეყნა ციტატა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების წყაროზე დარქმნობით, რომელმაც მოყვა ცაზე არსებულ რაღაც მონსტრულზე. ესეთი დრონების წინასწარ აღმოჩენა. დრონების დეტექტორებით რთულია, თქვაც რომ ავის მომასწავლებლად. შემდეგ ცხარო ამ ახალ დრონებს სახელი დაარქვა და ახსნა, რატომ გვრიან ისინი, ახლა უკრაინაში მყოფ ყოველ რუს ჯარისკაცს ასეთ ძლიერ შიშს. მარსიანული უპილოტო საფრენი აპარატის მთავარი თვისება ისაა, რომ ის თითქმის სრულად უხმუხმაურად მუშაობს. მისი გაგონება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა სამიზნეზე ეშვება, რაც ორმაგად ართულებს პოსტებზე მყოფი პერსონალისთვის იმის დადგენას, როდის აპირებს მარსიანი შეტევას, როგორც წყარომ განაცხადა. უხმაური, მომაკვდინებელი, თითქოს ამ სამყაროს არ ეკუთვნის. იწყებს ისეთი შეგრძნების შექმნას, თითქოს რუსეთი სამეცნიერო ფანტასტიკურ ომში ტანკებითა და ცოცხალი ძალით მივიდა და არ აქვს პასუხი იმაზე, რაც უკრაინამ გაათავისუფლა. უსახელო რუსი წყაროები ერთადერთი არ არიან, ვინც მარსიანელების საშინელებაზე ამახვილებენ ყურადღებას. ჰოლიუკაში, სადაც უკრაინის უცხოპლანეტურმა დრონებმა ყველაზე დიდი ქაოსი გამოიწვია, ქალაქის რუსების მიერ დანიშნულმა მერმა ივან პრეხოდკომ ფართოდ გახელილი თვალებით ისაუბრა იმ საშინელებაზე, რასთანაც ახლა პუტინის მარიონეტებს უწევთ განკლავება. ახალ უკრაინულ დრონებს პრეხოდკოს თქმით, ფრენის სიჩქარე 300 კილომეტრამდე აქვს საათში, რაც მათ ფრონტის ხაზზე არსებულ უმეტეს FPV და ოპტიკურ ბოჭკოვან დრონებზე სწრაფს ხდავს ხდის.
რუსეთისთვის მთავარი პრობლემა მარტივია. უკრაინის ახალი დრონები აღარ დაფრინავენ ოპერატორის მართვით, არამედ ხელოვნური ინტელექტის მიერ იმართებიან. ისინი ელექტრონული ბრძოლის სისტემებისთვის შეუმჩნეველია და დრონების დეტექტორებიც ვერაფრით აფიქსირებენ მათ. ამტკიცებს პრეხოტკო. უკრაინა თითქმის არაფერს ამბობს ამ დრონებზე, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ოფიციალური წყაროებიდან ბევრი არაფერი ვიცით თუ რა არის მარსიანელები. მაგრამ რამდენიმე რამ მაინც ვიცით. ერთ-ერთი მათგანი ისაა, რომ ახლა ბრძოლის ველზე Google-ის მოულოდნელი გავლენა ჩანს. დარჩით ჩვენთან, რათა გაიგოთ როგორ გააოცა ყველას Google-ის ეს გავლენა და სხვა საინტერესო დეტალები მარსიანელების შესახებ. მაგრამ ამ ეტაპზე რეალობა ისაა, რომ უკრაინის ახალი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ტექნიკური მახასიათებლები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რას აკეთებენ ეს დრონები, როცა ისინი გამოიყენება. France 24 კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ეს დრონები აბსოლუტურად უხმოებია, მანამ სანამ ისინი უიღბლო რუს ჯარისკაცს მიუახლოვდებიან. ამას ემატება ისიც, რომ ამ ახალ დრონებს შეუძლიათ იმდენად დაბლა იფრინონ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებს მათი შემჩნევა არ შეუძლიათ. სისკენ მიმართული რადარები ბევრს ვერ გააკეთებენ იმ საჰაერო საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც მიწის ზედაპირს მიხვება. და როდესაც ამ ყველაფერს ხელოვნურ ინტელექტსა და მაღალ გამანადგურებელ ძალასაც დავამატებთ, პრობლემა კიდევ უფრო მძიმდება. როდესაც ეს შეუმჩნეველი დრონები რუს ჯარისკაცებს არ ანადგურებენ, ისინი პირდაპირ ეჯახებიან იმ თავდაცვით სისტემებს, რომლებიც მათ აღმოჩენას ცდილობენ. ეს რუსეთისთვის მარტივ რამეს ნიშნავს. როგორც კი მარსიანელები დაეშვებიან, სხვა დრონებსა და იარაღს გზა ეხსნება. დაუბრუნდეთ იმას, რაც დრონებზე ვიცით. გვაქვს საკოიზო სიჩქარე, 300 კმ/სთ-ში ნამდვილად სერიოზული მაჩვენებელია. ასევე ვიცით, რომ ისინი უხმოები არიან და პრაქტიკულად ვერ აღმოაჩენ და რომ რაღაც სახის ხელოვნური ინტელექტის კომპონენტიც არის ჩართული. მაგრამ საიდან მოდიან ისინი? და რატო ბოლოს და ბოლოს უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე შემოტანილი ყველა დრონიდან ამ კონკრეტულ უპილოტო საფრენ აპარატს რუსეთი ისე ებხრობა, თითქოს ის კოსმოსიდან იყოს მოსული. ამ მეორე კითხვაზე შეგვიძლია უპასუხოთ New York Times-ის მცირე მინიშნებით. იგი ავლენს, რომ მარსელი სულ მცირე ამ ტექნოლოგიის ადრეულ ვერსიებში როგორც ჩანს, დაფრინავს 2025 წლის იანვრის დასვრის დასაწყისიდან. იმ დროს მას Bumblebee ეწოდებოდა. მისი შესაძლებლობების შესახებ საუბრები მაშინ დაიწყო, როცა უკრაინამ თავისი ახალი იარაღი გამოცადა. გამოცემის ინფორმაციით, იანვარში Bumblebee-მ შეძლო და რუსული ლოგისტიკური სათვირთო მანქანა გააჩერა, როცა თვითონ ავტონომიურად დაფრინავდა. რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ ერთი Bumblebee ადამიანის ჩარევის გარეშე გაფრინდა და დაარტყა რუსულ ჯავშან მანქანას, რომელიც იყენებდა ელექტრონული ბრძოლის სისტემებს, სწორედ ასეთ შემთხვევების თავიდან ასაცილებლად შექმნილებს. რუსეთში უკვე იცოდნენ ამის შესახებ. უკრაინას ახალი ტიპის დრონი ჰყავდა, რომელსაც ჯამერებით ვერ აჩერებდნენ. რუსეთმა პრიორიტეტად დაისახა უკრაინის დრონის ხელში ჩაგდება და მალე მიხვდა, რომ ამის ერთადერთი გზა მისი ჩამოგდება იყო. უფრო მეტად იღბლის წყალობით, ვიდრე უნარის, რუსეთმა ეს შეძლო სულ რამდენიმე დღეში, მას შემდეგ რაც Bumblebee-მ ჯავშან ტექნიკაზე იერიში მიიტანა. უკრაინის ახალი დრონის ნამსხვრევები გაგზავნეს ინტეგრირებული უპილოტო გადაწყვეტილებების ცენტრში, რომელიც რუსეთში დრონების ერთ-ერთი მთავარი საწარმოა და მოსკოვის გარეუბანში მდებარეობს. ცენტრმა ნამსხვრევები შეისწავლა და Bumblebee-ის ახალი სახელი დაარქვა, მარსიანინი, რაც რუსულად ნიშნავს მარსელს. ეს სახელი შემთხვევით არ გამოჩენილა. მიზეზი, რის გამოც რუსეთმა უკრაინის ახალ დრონს ასეთი უცხოპლანეტური სახელი მიანიჭა, იყო ორგანიზაციის შესაძლო მონაწილეობა, რომ მის ჩართვასაც უკრაინის ომში არავინ მოელოდა. არა, Google-ს მაგაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, NASA. ეხლა ჩვენ არ ვამბობთ, რომ NASA-მ პირდაპირ უკრაინისთვის შექმნა დრონი მარსელი, მაგრამ რუსეთის თქმით შეიძლება უსაფრთხოდ ვივარაუდოთ, რომ ტექნოლოგია, რომელიც მარსიანს ასე შეუმჩნევლად შეხავს რუსეთის ჯარისკაცებსა და სამხედრო ტექნიკაში, NASA-ს Ingenuity პროგრამიდან წარმოიშვა. უკვე 2020 წელს NASA-მ თავისი Ingenuity, მარსის ვერტმფრენი გაგზავნა იმ პლანეტაზე, რომელმაც დრონს სახელი მისცა. მან პირველად იფრინა 2021 წლის აპრილში და მომდევნო 3 წლის განმავლობაში ამ ექსპერიმენტულმა დრონმა 62 ფრენა შეასრულა და ყველა მათგანი ჩატარდა იმის დასადგენად, თუ რამდენად კარგად შეძლებდა დრონი მარსის მსგავს პლანეტაზე ფრენას. Ingenuity-მ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. NASA-მ თავად განაცხადა, რომ დრონმა უფრო მაღლა და სწრაფად იფრინა, ვიდრე ადრე წარმოედგინათ. და როგორც New York Times-ი წერს, Ingenuity-მ ამ ფრენებიდან ბევრი დამოუკიდებლად შეასრულა. განგარში ატყდა ინტეგრირებული უპილოტო გადაწყვეტილებების ცენტრში. ერთ-ორ თვეში უკვე იქმნებოდა ანგარიშები, რომლებიც პირდაპირ მიანიშნებდა აშეთეშის შესაძლო მონაწილეობაზე უკრაინის ახალი შემაძრწუნებელი დრონის შექმნაში. მარსელი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, ნათქვამია ერთ-ერთ ასეთ ანგარიში და ასევე აღნიშნულია. ეფექტური საწინააღმდეგო ზომები არ არსებობს და არც უახლოეს მომავალში ემოსაოდნელი. უკრაინამ ბრძოლის ველზე თითქმის შეუჩერებელი დრონი გამოიყვანა და მისი ჩამოგდება მხოლოდ იღბალზეა დამოკიდებული. უნდა გაგიმართლოს და ესროლო. რუსეთი მართალია ყველაფერში, მათ შორის აშშ-ს ჩართულობაშიც. თუმცა უკრაინის მარსიანულ დრონებზე მხოლოდ NASA-ს კვალი არ ჩანს. აქ კიდევ ერთი გავლენაა, რომელიც ბევრად უფრო პირდაპირია თავისი ჩართულობით. ეს გავლენა თავად Google-დან მოდის და ტენდენციის საწინააღმდეგოდ მოქმედებით უზრუნველყოფს, რომ უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი, რაც სჭირდება რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად. ეს ფაქტორი უკვე ყველაფერს ცვლის უკრაინისთვის. მაგრამ სანამ უფრო ღრმად შევხედავთ, შეგახსენებ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ ასეთი ტიპის ანალიზი გსურთ, იხილოთ, დარწმუნდით, რომ გამოწერილი გაქვთ The Military Show.
ის გავლენა, რომელიც აშკარად ჩანს Marseille-ში, ეკუთვნის Google-ის ყოფილ ხელმძღვანელს, ერიკ შმიდტს. შმიდტი უფრო შორს მიდის, ვიდრე უკრაინის სხვა ინდივიდუალური მხარდამჭერები. მას არ აკმაყოფილებს მხოლოდ რამდენიმე ჩეკის დაწერა და კეთილი სიტყვების თქმა. შმიდტი ირენებს თავისი ტექნოლოგიური გამოცდილებისა და ფინანსური ძალის კომბინაციას, რათა შექმნას იარაღის წყარო, რომელიც რუსი ჯარისკაცებისთვის კოშმარად იქცა. Marseille ერთ-ერთი ასეთი იარაღია და ის შმიდტის მიერ მართული სტარტაპის სახელად White Stalk-ის პროდუქტია. Forbes-მა ამ უმაღლესი საიდუმლო სამხედრო პროექტის არსებობა ჯერ კიდევ 2024 წლის იანვარში გაამჟღავნა, თუმცა ამის შემდეგ რამდენიმე თვე თითქმის არაფერი უსმენი. მაგრამ მაშინაც გავიგეთ საკმარისი იყო იმისთვის, რომ ყველა, ვინც ყურადღებას აქცევდა, დარწმუნებულიყო, რომ White Stalk-ი უკრაინისთვის თამაშის წესების შემსვლელი შეიძლება გამხდარიყო. შმიდტმა დაიწყო მუშაობა და Silicon Valley-ის საუკეთესო და ყველაზე ნიჭიერი ადამიანების გადმოყვანა. ესეთი კომპანიების, როგორიცაა Apple, SpaceX და შმიდტის ყოფილი კომპანია Google, ყოფილი თანამშრომლები White Stalk-ში აღმოჩნდნენ, სადაც ისინი აშშ-ის ფედერალური სააგენტოების ყოფილ წევრებთან ერთად მუშაობენ. ჰაკათონები დაიწყო. შმიდტი თავის მნიშვნელოვან გავლენას იყენებს, რათა ხელში ჩაიგდოს ისეთი ტექნოლოგია, რომელსაც სხვა არც ერთი კერძო კომპანია ვერ მიიღებდა. პროექტი და კვლავაც არის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების შექმნა, რომლებიც უკრაინას შეუძლია გამოიყენოს. სწორედ ამ ყველაფრის შედეგად გაჩნდა Marseille. ტექნოლოგია, რომელმაც არსებობა NASA-ს ლაბორატორიაში დაიწყო და Mars-ზე აღმოჩნდა, ახლა უკრაინაშია მოხვედრილი. მას ნავიგაციისთვის GPS არ სჭირდება. რელიეფის თავისებურებების ავტონომიური სკანირება საკმარისია. დაახლოებით 10 კილოგრამიანი ელექტროძრავი ეხმარება მას, რომ ჩუმად იმუშაოს. ის იყენებს მოწინავე ელექტროოპტიკურ სამიზნე აღმოჩენისა და ამოცნობის სისტემებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ იმისთვის, რომ ზუსტად იმ ობიექტს დაადგას, რაც საჭიროა. მაშინაც კი, როდესაც ის ვიდეოებსა და მონაცემებს უკრაინაში აგზავნის, იყენებს მოწინავე დაშიფრულ სიგნალებს, რომლებსაც რუსეთი ვერ გატეხავს. რაც ნიშნავს, რომ პუტინის სამხედრო ხელმძღვანელობასაც კი არ შეუძლია ახალი დრონის შესახებ რაიმე კვალი იპოვოს, იმ ჯარისკაცების შეშინებულ სახეებზე, ვინც მას ხედავს. Marseille ფუჩი ოცნება არ არის. ეს არ არის გიჟური იდეა, რომელიც მდიდარმა კაცმა მეტი ფულით ვიდრე გონებით გამოიგონა. Marseille ძალიან რეალურია. ის ამ წუთებში ანადგურებს რუსულ ძალებსა და ტექნიკას და ეს პუტინისთვის სერიოზული პრობლემაა. თუმცა ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, რადგან Marseille-ის დრონის შესახებ ხმაურიანი სათაურების მიღმა რუსეთს ბევრად უფრო დიდ პრობლემასთან გამკლავება უწევს. უკრაინის ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია უკვე სრულისულით მიმდინარეობს და რუსეთი ძალიან უკან რჩება. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უკვე ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ხელოვნურ ინტელექტს მიიჩნევს ნამდვილ გარდამტეხ ძალად უკრაინის ბრძოლაში რუსეთის წინააღმდეგ. 4 მაისს უკრაინის თავდაცვის ხელოვნური ინტელექტის ცენტრის ART-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დანილო ცოკმა ეს ნათლად აღნიშნა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კომენტარებში. ცოკის თქმით, უკრაინის მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არ გულისხმობს 100% ავტონომიური ბრძოლის ველის შექმნას. ეს ეხება ეფექტურობას და ისეთ იარაღის შექმნას, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს უკრაინელი ჯარისკაცებისთვის რისკს და მაქსიმალურად ზრდის ზიანს, რომელიც რუსეთს მიადგება. ცოკი აცხადებს, რომ ამას გარდა ისეთი კომპანიების მუშაობა, როგორიცაა Defense AI Center ART, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან ერთად მუშაობს, აუცილებელია დასავლეთში დემოკრატიის დასაცავად. დემოკრატიებმა უნდა განავითარონ თავდაცვის შესაძლებლობები. ხელოვნური ინტელექტის გარეშე ისინი ვერ შეძლებენ ეფექტურად დაიცვან მშვიდობა, აცხადებს ცოკი. შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გურუს კომენტარები ცოტათი საკუთარი ინტერესებით იყოს გაჯერებული. მაგრამ ცოკის ხმაურიანი განცხადებები აჩვენებს, რომ უკრაინა ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ შეიარაღებას, რომელსაც ბრძოლის ველზე ნერგავს, პუტინის ავტორიტარიზმთან ბრძოლაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევს. Marseille ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ახალი ტალღის ავანგარდშია, რომლებიც რუსულ შეტევას ანადგურებენ. და ეს მხოლოდ დრონებს არ ეხება. უკრაინის ხელოვნური ინტელექტის ტალღა სხვა სფეროებსაც მოიცავს. რამდენიმე სხვა იარაღიც ავტომატიზირდება, რათა უკრაინას უპირატესობა მისცეს პუტინის მტაცებელი ძალების წინააღმდეგ. ასეც რამდენი წუთი ვისაუბრებთ. დრონებთან დავრჩეთ ამ ეტაპზე. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და ადრე უკრაინის დაზვერვის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ საომარი იმ ეტაპს მიაღწია, როდესაც არსებული ტექნოლოგიების ზღვარი იწურება, რაც აიძულებს ახალი ტექნოლოგიების გამოჩენას, თუ უკრაინა უნდა დარჩეს მოწინავე პოზიციაზე. აუცილებელია გადასვლა ავტონომიურ სისტემებზე. ეს უნდა იყოს პლატფორმები, რომლებიც დამოუკიდებლად შეძლებენ სამიზნეების იდენტიფიცირებას და მანევრირებას უშუალო ადამიანის კონტროლის გარეშე. უკრაინას უკვე აქვს მიღწევები ამ სფეროში და მოსალოდნელია, რომ ისინი უახლოეს მომავალში ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან და შესაძლოა მოულოდნელ ფაქტორად იქცევიან, აცხადებს უდანოვი. ასე რომ შეიძლება ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, როცა ბრძოლის ველი 100%-ით ავტონომიურია, მაგრამ მსგავსი რამ, როგორც ჩანს, უკრაინის მიზანია. უკრაინა ამას მხოლოდ თეორიულ მომავალზე ფიქრისას არ ამბობს. ფული და დრო იხარჯება იმისთვის, რომ ბრძოლის ველი მაქსიმალურად ავტონომიური გახდეს. ესეთი კომპანიები, როგორიცაა Swarm-ა, რომელიც ავითარებს პროგრამულ უზრუნველყოფას დრონების ჯგუფების კოორდინაციისთვის, სადაც გამოიყენება ყველა სახის უპილოტო საფრენი აპარატი, მუშაობენ იმაზე, რომ უკრაინის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია მაქსიმალურად გავრცელდეს მის უპილოტო სისტემების ძალებში. უკრაინის შეიარაღების მონიტორის ინფორმაციით, Swarm-ას ტექნოლოგია უკვე გამოიყენეს 2024 წლის აპრილიდან უკრაინაში 100,000-ზე მეტ მისიაში.
ესეთი კომპანიები როგორიცაა White Stalk ქმნიან უფრო სპეციფიკურ ტექნოლოგიებსა და დრონებს, თუმცა თითოეული სისტემა შეიძლება გამოყენებული იქნას იმისთვის, რომ მომავალი თაობის დრონების შექმნისთვის შთაგონების წყაროების წყაროდ იქცეს, რომელსაც უკრაინა ბრძოლის ველზე გამოიყენებს. უკრაინას საკმარისზე მეტი კომპანია ჰყავს, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ მისი დრონებზე დაფუძნებული სტრატეგია რეალობად აქციონ. დაცვის ინდუსტრიის ნამდვილი გიგანტი უკვე არსებობს დრონების სექტორში და მოსალოდნელია, რომ მხოლოდ 2026 წელს უკრაინისთვის 7 მილიონი დრონი დამზადდება, ითხოვინება Kyiv Independent-ი. ეს დღეში დაახლოებით 19,000 დრონის წარმოებას ნიშნავს. ზოგიერთი მათგანის ღირებულება მხოლოდ $500, თუმცა მაინც შეუძლია მრავალმილიონიანი რუსული სისტემების განადგურება. მაგალითად, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა, რომლებიც ახლა ასე ცუდად უმკლავდებიან მაშანს. ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით უკრაინაში ახლა უკვე 200-ზე მეტი კომპანია, რომლებიც ავითარებენ დრონებსა და დრონებთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს, რომლებიც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს. ამ კომპანიებმა ერთად უკრაინის Brave One პლატფორმაზე 300-ზე მეტი ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული დრონის განვითარება დაარეგისტრირეს. ეს პლატფორმა უკრაინამ შექმნა იმისთვის, რომ უზრუნოოს თანამშრომლობა მის დეცენტრალიზებულ დრონის მწარმოებლებს შორის და ასევე უზრუნოოს, რომ ამ მწარმოებლებს ჰქონდეთ უშუალო მხარდაჭერა უკრაინის მთავრობისგან. ამჟამად ბრძოლის ველზე უკრაინას 70-ზე მეტი სისტემა აქვს, რომლებიც იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას. უკვე გითხარით, რომ მარსელი მიუხედავად იმისა, რამდენად საშიშია პუტინის ჯარისკაცებისთვის, მხოლოდ აისბერგის წვერია. სწორედ ამას გულისხმობთ. უკრაინის უცხოპლანეტური დრონი სათავეში უდგას მთელ რევოლუციას, რომელიც რუსების შარლებს უფრო ყავისფერს ხდის, ვიდრე პუტინის ლაქიების ცხვირებია. რაც ახლა უკრაინას აკეთებს, ეს ომის ახალი ფაზაა, რომელიც არაფერს გავს, რაც აქამდე გვინახავს. ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია უკრაინის დრონებს საშუალებას აძლევს ავტონომიურად ამოიცნონ და დაადგინონ სამიზნეები, იმავდროულად გადაადგილდნენ რთულ პირობებში, სადაც ელექტრონული ომი მიმდინარეობს. ამ დრონებს შეუძლიათ მონაცემების დამუშავება ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ადამიანს ოდესმე შეეძლო, რაც უკვე საშუალებას აძლევს უკრონებს უკრაინის დრონებს რეალურ დროში შეიტანონ ცვლილებები თავიანთ მოქმედებებში მინიმალური ადამიანის ჩარევით. ჩვენ ხედავთ ავტონომიის განთიაც მოქმედებაში და მალე დადგება დრო, როცა ხელოვნური ინტელექტის დრონების მზე იმდენად მაღლა ამოვა, რომ რუსეთს გაახურებს. ყოველდღიურად ტესტირდება დრონებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ახალი პროტოტიპები, რომელთა დიდი ნაწილი ფინანსდება უკრაინისა და მისი პარტნიორების მიერ. ეხლა უკვე ერიკ შმიტის მსგავსი ადამიანები რუსული საქმისთვის მებრძოლებად გვევლინებიან. ისინი საკუთარ ფულს დებენ იმ ტექნოლოგიების შესაქმნელად, რომლებიც თითქოს ვაშკვაური ომებიდან არის ამოღებული. იარაღები, რომლებიც ადრე შეზღუდული იყო, მათზე მიმაგრებული ოპტიკური ბოჭკოს კაბელებით ან ოპერატორების საბრძოლო ველთან დაკავშირებული ცოდნით, ახლა უკვე ჯგუფებად დაფრინავენ, გზად ამოარჩევენ სამიზნეებს და ამავდროულად გადალახავენ ყველა იმ საშუალებას, რაც რუსეთს მათი შეჩერებისთვის აქვს. მაგრამ ახალი დღის გათენებამდე უკრაინამ უნდა განაგრძოს განვითარება. ხელოვნური ინტელექტი აშკარად ბევრ უპირატესობას იძლევა დრონების მიმართულებით, მაგრამ თუ ერთი რამ ვისწავლეთ უკრაინის შესახებ მას შემდეგ, რაც პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა, ეს არის ის, რომ უკრაინა არასოდეს ტოვებს აღმოჩენას უყურადღებოდ, როგორც კი მას გააკეთებს. ხელოვნური ინტელექტის დრონები ავტონომიური რევოლუციის ავანგარდში არიან, მაგრამ უკრაინა ბევრად მეტი იარაღში ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს, ნურ ინტელექტს, ვიდრე მხოლოდ მარსიანში და მის მსგავსებში. ჩვენ ხედავთ, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველგან ჩნდება და ეს ცუდი ამბავია რუსეთისთვის. 9 მაისს Kyiv Post-მა გაამჟღავნა, რომ უკრაინამ Brave One-ის კლასტერის მეშვეობით ახალი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კოშკურა შეიმუშავა, რომელიც გამოიყენება რუსული ოპტიკურ ბოჭკოვანი დრონების დასაკვირვებლად და გასანადგურებლად. ამ ტიპის დრონები მსგავსია უკრაინის ხელოვნური ინტელექტის დრონებისა, იმით რომ მათ ელექტრონული ომის საშუალებებით ვერ შეაჩერებ, თუმცა ისინი ავტონომიურები არ არიან და მათი მოქმედება მათი კაბელების სიგრძით არის შეზღუდული. უკრაინის პასუხი ამ დრონებზე არის მეტი ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია კოშკურებში, რომლებიც უკვე საბრძოლო ველზე 10 ერთეულში აქტიურია და სავარაუდოდ მალე გავრცელდება და გახდება სტანდარტული თავდაცვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთს აქვს ფრონტის ხაზზე. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ უკრაინა ხელოვნურ ინტელექტს სხვა იარაღებშიც იყენებს, რომლებიც თითქოს სხვა სამყაროდანაა. ასევე 9 მაისს Interesting Engineering-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა ცდის ახალ ანტიდრონულ ლაზერს, რომლის მოქმედების რადიუსი დაახლოებით 5 კილომეტრია. ლაზერს სახელად ტრიზუბი ქვია და ის საბოლოო სატესტო ფაზაშია, სანამ ბრძოლის ველზე განთავსდება. ლაზერული თავდაცვის საშუალებებით უკრაინას შეუძლია რუსული შაჰიდის დრონების ჩამოგდება პრაქტიკულად უფასოდ, რადგან არ არის საჭირო ჩვეულებრივი ჭურვების ან ჩამომგდები დრონების წარმოება. ლაზერი უკვე წარმატებით გამოიცადა ისეთ მცირე სამიზნეებზე, როგორიცაა 18 სანტიმეტრი, რაც ნიშნავს, რომ შაჰიდები პრობლემა აღარ იქნება. ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება რუსეთის შემომავალი დრონის სწრაფად დასაკვირვებლად და სამიზნე დასარებად, სანამ ლაზერი იმდენად სწრაფად გაისვრის, რომ დრონი ჩამოვარდება, სანამ მიხვდება რა დაემართა. და გახსოვთ, ადრე როცა ვახსენეთ, რომ უკრაინა ამ ტიპის ტექნოლოგიას იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სჯერა შეუძლია თავად დემოკრატიის კონცეფციის დაცვა. ეს უბრალოდ სიტყვები არ არის უკრაინისგან. NSS ჟურნალმა აპრილში გაამჟღავნა, რომ უკრაინა დასავლელ მოკავშირეებს აწვდის იმ მონაცემებს, რომელსაც აგროვებს დრონებისა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემებიდან, რათა მათ გამოიყენონ ეს მონაცემები საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მოდელების გასავარჯიშებლად. ეს ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი უკრაინისთვის ბრძოლის ველზე მხოლოდ ინსტრუმენტი აღარ არის. დრონები, როგორიცაა მარსიანი, პუტინისთვის და მისი მარიონეტებისთვის ახალი შიშის წყარო ხდება, რადგან უკრაინა აქტიურად იყენებს შეგროვებულ მონაცემებს, რათა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდეს იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც პუტინის ტირანიის წინააღმდეგ დგან.
უკრაინის პროგრესი კოლექტიური დასავლეთის სარგებელიცაა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი უპირისპირდება დასავლეთს, რომელიც სულ უფრო მეტად ერთიანდება. არა მხოლოდ იდეოლოგიურად, არამედ რუსეთთან გამკლავების შესაძლებლობებითაც. რუსეთი ცდილობს არ ჩამორჩეს. ის ავითარებს ხელოვნური ინტელექტის დრონებს და ცდილობს ეს ტექნოლოგია უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის დრონები ხშირად უშვებენ შეცდომებს და არც ისეთი განვითარებულია, როგორც უკრაინის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის ადრეული ვერსიებიც კი. რუსეთისვე ანგარიშების მიხედვით უკრაინის ავტონომიური ტერმინალური დამიზნება, როგორც მაგალითად მარსიანის დრონია, პირდაპირ მოხვედრის 70%-ზე მეტ მაჩვენებელს აღწევს. რაც წარმოუდგენელია თუ გავითვალისწინებთ საჰაერო თავდაცვას, ელექტრონულ ომს და ყველა სხვა საწინააღმდეგო საშუალებას, რაც რუსეთმა შექმნა. რეალობა, რომელსაც ახლა ვლადიმირ პუტინი უნდა შეეჯახოს, მარტივია. მარსიანელები უკვე ჩამოვიდნენ. და ისინი მხოლოდ დასაწყისია იმ უკრაინული მიღწევებისა, რომლებმაც თანამედროვე ომის წესები შეცვალეს. ტექნოლოგია კიდევ უფრო გაუმჯობესდება. რუსეთს შარვალში სულ უფრო მეტად ჩაესრება. და ხელოვნური ინტელექტით მართული ხოცვა, რომელიც უკვე მიმდინარეობს და მხოლოდ გაუარესდება, შეუძლია პუტინის შეჭრა ადგილზე შეაჩეროს. რუსეთი ომის ზონა. ხო, მთელი რუსეთი. საჰაერო ბაზები ცეცხლშია, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ალშია გახვეული. დრონები ასობით მილით დაშორებულ სამიზნეებს ისე უთყამენ თითქოს არაფერია. ადგილები, რომლებიც ხელშეუხებლად ითვლებოდა, ახლა იბომბება. და გზავნილი ასეთია. უსაფრთხო ადგილი აღარ არსებობს. აი რაც მოსკოვისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია. ერთი დარტყმა მეორის შემდეგ თითოეული უფრო ღრმად, უფრო თამამად და უფრო რთულად შესაჩერებლად. რუსეთს ეგონა რომ უკრაინის საზღვრებს გადალახავდა და რაც უნდოდა, იმას წაიღებდა. რუსეთ არ ეგონა რომ დიდ წინააღმდეგობას შეხვდებოდა და მით უმეტეს არ ელოდა რომ ოდესმე საკუთარ მიწაზე საპასუხო დარტყმებს მიიღებდა. მაგრამ რუსეთი ძალიან ცდებოდა. უკრაინა ნამდვილად გაუწია წინააღმდეგობა. მან დაიცვა თავის ტერიტორია. და დროის გასვლასთან ერთად უკრაინა კიდევ უფრო შორს წავიდა. დაიწყო დრონებისა და რაკეტების გაშვება და რუსეთის რეგიონებშიც კი სრულმასშტაბიანი შეჭრების განხორციელება. ნაბიჯ-ნაბიჯ, თითოეული დარტყმით, უკრაინამ ომი რუსეთში გადაიტანა. მან მთელი ქვეყანა აქტიურ საომარ ზონად აქცია. ისე რომ ქვეყნის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და ამჟამინდელმა უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ 2026 წლის მარტში აღიარა, რომ რუსეთის არც ერთი რეგიონი ვერ გძნობს თავს უსაფრთხოდ. მოდით გადავხედოთ, როგორ მივიდა საქმე აქამდე. როგორ ვერ შეძლო რუსეთმა თავისი მიზნების მიღწევა და როგორ აღდგა უკრაინა, ყველა მოლოდინის მიუხედავად, რომ მტერს თავისიავე მწარე წამლის დიდი დოზა დაალევინა. რადგან ომის დაწყებისას თვითონ ის იდეაც კი რომ უკრაინას შეძლებოდა თუნდაც მცირე შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე, პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. ორ ქვეყანას შეიძლება მეზობლობა, მჭიდრო ისტორიული კავშირები და კულტურული ურთიერთობები ჰქონდათ, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ისინი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებოდნენ. ერთი იყო სამხედრო სამყაროს ნამდვილი გოლიათი, ისტორიული ძალა, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი სახმელეთო არმია ჰყავდა. 1000-ობით ტანკი, 10,000-ობით ჯავშან ტექნიკა. საბჭოთა მარაგები სავსე იყო ჯავშან ტექნიკითა და საბრძოლო მასალით. უზარმაზარი რაოდენობის საარტილერიო იარაღი, ბომბები და რაკეტები, რომლებიც მზად იყო წარმოუდგენელი ზიანი მიეყენებინა. ამის გარდა რუსეთს ასევე ჰქონდა მსოფლიოში წამყვანი საჰაერო და საზღვაო ძალები, ასევე თითქმის მილიონი მოქმედი სამხედრო მოსამსახურე. საპირისპიროდ უკრაინა ძლივს ჩანდა რადარზე, როდესაც საქმე მთავარ სამხედრო ძალებს ეხებოდა. ის საერთოდ არ ითვლებოდა სერიოზულ ძალად, რის გამოც ბევრი ექსპერტი ელოდა, რომ თუ რუსეთი მართლა შეიჭრებოდა, უკრაინას გაუჭირდებოდა სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა. თუნდაც ყველაზე ოპტიმისტი ანალიტიკოსებიც კი ფიქრობდნენ, რომ უკრაინა შეძლებდა თავისი ტერიტორიის ნაწილების დაცვას, მაგრამ ვერ წარმოიდგენდნენ, რომ კიევის ძალები შეძლებდნენ რუსეთის აქტივებს ან ინფრასტრუქტურას საზღვრებს გარეთ სერიოზული ზიანი მიეყენებინათ. მაგრამ დიდხანს არ დასჭირდა, რომ უკრაინის დაფარული ძალის პირველი ნიშნები გამოჩენილიყო. მართლაც ომში რამდენიმე თვის შემდეგ ჩორები გავრცელდა. იყო საუბრები რუსეთის შიგნით ობიექტებზე თავდასხმების შესახებ, მაგალითად, ბელგოროდის რეგიონში ნავთობის საცავზე. ამ შემთხვევებიდან ბევრი დაუდასტურებელი იყო. ზოგიერთი მიიჩნეოდა, რომ კრემლმა განზრახ გამოიგონა, რათა საზოგადოებაში უკრაინის მიმართ აღშფოთება გამოეწვია და ომის მხარდაჭერა გაეზარდა. მაგრამ კვირებისა და თვეების გასვლასთან ერთად ასეთი შემთხვევები უფრო ხშირად ხდებოდა. რუსეთის საზღვრის რეგიონებში საეჭვო აფეთქებები მოხდა, ნავთობის საცავებში ხანძრები გაჩნდა და დრონების იერიშებიც განხორციელდა. შემდგომში გაირკვა, რომ ამ თავდასხმებიდან ზოგიერთი არა უკრაინის ძალებმა, არამედ რუსეთის შიგნით მოქმედმა ანტისაომარმა ჯგუფებმა განახორციელეს. მაგალითად, Stop the Wagons ჯგუფის დივერსანტებმა საკუთარი ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ნაწილი გაანადგურეს, რათა ფრონტის ხაზზე მომარაგებისა და საბრძოლო მასალის მიწოდება შეეჩერებინათ. და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ამ თავდასხმებზე პირდაპირ პასუხისმგებელი არ იყო, ეს იყო პირველი მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთი ამ ეგრეთ წოდებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უმტკივნეულოდ ვერ გადაიტანდა. და 2022 წლის ბოლოსთვის, ომის დაწყებიდან წელიწადზე ნაკლების შემდეგ, უკრაინამ თავისი პირველი დადასტურებული დარტყმა განახორციელა. სინამდვილეში კი ორი დარტყმა.
ისინი მოხდა ენგელსისა და დიაგილევოს ავიაბაზებზე, რუსეთის ტერიტორიაზე ღრმად, უკრაინის საზღვრებიდან მრავალი მილით დაშორებით. ეს ბაზები გამოიყენებოდა რუსეთის ყველაზე ძვირფასი და თანამედროვე ბომბდამშენი თვითმფრინავების დასაბინავებლად. თვითმფრინავები, როგორიცაა Tupolev 295 სტრატეგიული ბომბდამშენი, რომელიც საბჭოთა კავშირის ეპოქაში იქნა დანერგილი და გამოიყენება უკრაინის ინფრასტრუქტურაზე ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმებისთვისთვის, 2022 წლის 5 დეკემბერს ორივე ავიაბაზა უკრაინამ ცეცხლში გაახვია. აფეთქებების ხმა გაისმა და გავრცელდა ცნობები როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე თვითმფრინავების დაზიანების შესახებ. რამდენიმე კვირის შემდეგ 26 დეკემბერს ენგელსზე განმეორებითი თავდასხმა განხორციელდა, რაც მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო იმისა, რომ თავდაპირველი დარტყმები ერთჯერადი შემთხვევა არ ყოფილა და უკრაინა ნამდვილად მზად იყო და შეეძლო რუსებისთვის ყველაზე მოულოდნელ დროსა და ადგილას დაერტყა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთმა ომის სიმძიმე საკუთარ სახლში იგრძნო, მაგრამ ეს უკანასკნელი არ ყოფილა. 2023 წელს ომმა სახის შეცვლა დაიწყო. ომი ტრადიციული კონფლიქტით დაიწყო, სადაც რუსეთი დიდად ეყრდნობოდა ტანკების კოლონებსა და ჯავშან ტექნიკას, რათა მოწინააღმდეგე დაემარცხებინა. ამასობაში უკრაინელმა დამცველებმა თხრილები გათხარეს და გამაგრებული პოზიციები შექმნეს. იყენებდნენ ყველა იარაღსა და артиლერიას, რაც ხელთ ჰქონდათ, რათა მტრის შეტევები მოეგერიებინათ. ეს იყო გამოფიტვის ომი, რომელიც წინ და უკან მიდიოდა. ძალიან დგავდა სხვა მრავალ კონფლიქტს, რაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მე-20 და 21 საუკუნეებში მოხდა. მაგრამ შემდეგ გამოჩნდნენ დრონები. 2022 წლის მეორე ნახევარში და 2023 წლის დასაწყისში რუსეთმა სულ უფრო ხშირად დაიწყო დრონების გამოყენება, რათა საჰაერო იერიშები მიეტანა უკრაინის წინა ხაზის პოზიციებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. უკრაინა იძულებული გახდა თავი დაეცვა ახალი და შემაძბრძონებელი საფრთხისგან, რომელიც სწრაფი, იაფი და მარტივი იყო რუსეთისთვის მასობრივად წარმოებისთვის. საფრთხისგან, რომელსაც რუსეთი დიდი რაოდენობით იყენებდა. ჰაერში მბზუავი ასაფეთქებელი აპარატების გუნდები, რომლებიც რთულად შესამჩნევია რადარზე და მოულოდნელად ძნელად შესაჩერებელია ტრადიციული თავდაცვითი საშუალებებით. ერთ ღამეში საშინელი ზიანის მიყენება შეუძლიათ. მაგრამ უკრაინა დრონული ომის ამ ახალ ეპოქაში მხოლოდ ტანჯვით არ შემოიფარგლა. მან ისწავლა ამ გამოცდილებიდან. მან მოერგო და დაიწყო საკუთარი ადგილობრივი დრონების ინდუსტრიის განვითარება. თუ მოსკოვს შეეძლო ამის გაკეთება, კიევსაც შეეძლო. და 2023 წლის 3 მაისს სოფლიო მიხილა რა შეეძლო უკრაინის დრონებს, როდესაც რამდენიმე მათგანმა კიდევ ერთ რუსულ ავიაბაზას დაარტყა, ამჯერად ბრიანსკის რეგიონში. ორი სამიზნე დაზიანდა, კიდევ ორი მთლიანად განადგურდა, კიდევ ერთი დრონი ვერ იპოვეს. იმავე დღეს გავრცელდა ცნობები დრონების თავდასხმაზე თავად კრემლზე, რუსეთის მთავრობის რეზიდენციაზე. იმავე თვის ბოლოს მოსკოვში კიდევ მეტი დრონი შენიშნეს, 8 მათგანი დედაქალაქში შევიდა. და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ დიდ ზიანს არ მიაყენეს, ეს მაინც უზარმაზარი ამბავი იყო. უკრაინამ, იმ პატარა ქვეყანამ, რომლისგანაც არავინ ელოდა სერიოზულ წინააღმდეგობას, როგორღაც მოახერხა და რუსეთის დედაქალაქზე თავდასხმა მოაწყო. თითქმის 300 მილით მის საზღვრებს მიღმა. რუსეთის დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქი, სადაც 13 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. იმავე ადგილი, სადაც ქვეყნის უმდიდრესი ოლიგარქები და თითქოს ყოვლისშემძლე პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დიდ დროს ატარებენ, უკრაინული იარაღით დაიბომბა. თუ კიევმა ომის დაწყებიდან მხოლოდ 1 წელიწადში შეძლო ასეთი რამ, მაშინაც კი როცა უწევდა ფრონტის ხაზზე მძიმე რუსული შეტევებისა და თითქმის უწყვეტი საჰაერო თავდასხმების მოგერიება დღე და ღამე, კიდევ რისი გაკეთება შეუძლია მას. ამას მალე გავიგებდით. 2023 წლის განმავლობაში უკრაინული დრონების იერიშები უფრო ხშირი გახდა, მაგრამ კიევს კიდევ უფრო დიდი რამ ჰქონდა მზად. გვიან გაზაფხულზე შეიარაღებულმა ძალებმა გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი და შევიდნენ რუსეთის ბელგოროდის რეგიონში, რაც ნიშნავდა პირველი მნიშვნელოვანი სახმელეთო შეჭრის დაწყებას, რომელსაც რუსეთს მოუწევდა, გამკლავებოდა. ძალები ძირითადად შედგებოდა არაუკრაინელი მოხალისეებისგან, მაგალითად ანტიკრემლის რუსული ჯგუფებისგან, როგორიცაა რუსეთის თავისუფლების ლეგიონი, ასევე სხვა მებრძოლებისგან პოლონეთიდან და ბელარუსიდან. მაგრამ ეს მაინც იყო ომის იმ დროისთვის ყველაზე დიდი საზღვრის გადაკვეთის შეტევა. მოხალისე მებრძოლებმა დაასაბოტაჟეს, დააზიანეს და გაანადგურეს რუსული ინფრასტრუქტურა და ტექნიკა, ხოლო სუმისა და ხარკოვის მიმართულებით უკრაინელ დამცველებს მხარი დაუჭირეს. მათ ასევე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს კრემლის ჯარების მორალზე. ამდენ ჯარისკაცს ტყუილს აჯერებდნენ. მათ უთხრეს, რომ გმირები იყვნენ და უკრაინის გასათავისუფლებლად მისიაზე იყვნენ გაგზავნილი. მათ დააჯერეს, რომ უკრაინის ხალხი მათ გაშლილი ხელებით შეხვდებოდა, რომ მათი სპეციალური სამხედრო ოპერაცია რამდენიმე კვირაში დასრულდებოდა და რომ რუსეთის დროშები მარტივად აფრიალდებოდა კიევის ქუჩებზე. ეს განცხადებები არა მხოლოდ აშკარად მცდარი აღმოჩნდა, არამედ ახლა უკვე რუსეთის კარიბჭესთან პირდაპირ მტრის ძალები იდგნენ, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე აღწევდნენ. ეს ყველაფერი არ უნდა მომხდარიყო. და ბევრისთვის რუსეთში ეს იყო ის მომენტი, როცა პირველად იგრძნეს, რომ ომი სწრაფად და საშიშად გამოდიოდა კრემლის კონტროლიდან. და ყველაფერი კიდევ უფრო მეტად უნდა გაუარესებულიყო. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, სწორედ ამიტომ ვქნით სამხედრო გადაცემას.
რომ ავხსნათ, როგორ მოქმედებს რეალურად ძალაუფლება. თუ აქ პირველად ხართ, გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩნდეთ შემდეგი ამბები. 2024 წელი კონფლიქტში გარდამტეხი აღმოჩნდებოდა, ერთზე მეტი თვალსაზრისით. პუტინმა და მისმა კრემლის თანამზრახველებმა იმედოვნებდნენ, რომ ეს წელი იქნებოდა ის, როდესაც რუსეთის არმია საბოლოოდ გატეხავდა უკრაინის წინააღმდეგობას. ფრონტის ხაზზე მასშტაბური შეტევით, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის თავდაცვის გარღვევას და გამარჯვებისკენ გზის გაკაფვას. ასე სულაც არ მოხდა. უკრაინა სუსტობის ნაცვლად 2024 წელს მნიშვნელოვნად გაძლიერდა. მისი დრონებით თავდასხმები რუსულ ობიექტებზე უფრო ხშირი და სტრატეგიული გახდა. კიევის სარდლები მიზნების შერჩევას კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით დაიწვეს. აქცენტს აკეთებდნენ არამხოლოდ ავიაბაზებსა და საბრძოლო მასალის საწყობებზე, არამედ ნავთობის ინფრასტრუქტურაზეც. მათ გააცნობიერეს, რომ ნავთობი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი იყო, რაც რუსეთს ჰქონდა ხელთ, რადგან სწორედ ნავთობი ამუშავებდა კრემლის საომარ მანქანას, როგორც პირდაპირ, ისე ირიბად. ის გამოიყენებოდა საწვავად, რომელიც ტანკებს მოძრაობაში ამყოფებდა და ბომბდამშენებს ჰაერში. და ის ასევე უზარმაზარ თანხებს შემოქონდა რუსეთის ეკონომიკაში, რომელსაც ვლადიმერ პუტინი იყენებდა ომის გასაგრძელებლად, ჯარისკაცების ხელფასებისა და მასშტაბური სამხედრო ტექნიკის წარმოების ხარჯების დასაფარად. თუ უკრაინა შეძლებდა რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურის განადგურებას, მას შეეძლო ომი მოეგო. და სწორედ ეს გააკეთა მან. 2024 წლის განმავლობაში უკრაინამ რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე სულ მცირე 84 დადასტურებული თავდასხმა განახორციელა, ძირითადად ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, მაგრამ ასევე მილსადენებსა და საცავებზე. უკრაინის მძვინვარების სრული ძალა სამხედრო ინფრასტრუქტურამაც იგრძნო და ეს მხოლოდ დრონები აღარ იყო. კიევის სწრაფად განვითარებადი ადგილობრივი თავდაცვის ინდუსტრია ასევე აწარმოებდა უფრო დიდ და უკეთეს რაკეტებს, რომლებიც უფრო შორს და სწრაფად დაფრინავდნენ, ვიდრე მანამდე არსებული. ისინი აღემატებოდნენ ბევრ დასავლურ საბრძოლო მასალის შესაძლებლობებსაც კი, რომლებიც უკრაინის მოკავშირეებმა ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან გაუგზავნეს. ამ პერიოდში მაგალითად 50-ზე მეტი ნეპტუნის რაკეტის დარტყმა განხორციელდა, ასევე გრძელდისტანციური დრონების იერიშები მიზნებზე, რომლებიც თითქმის 1000 მილის სიღრმეში იყო რუსეთის ტერიტორიაზე, როგორიცაა კუპოლის ელექტრომექანიკური ქარხანა იჟევსკის რეგიონში. ეს ასევე იმავე პერიოდში მოხდა, როდესაც უკრაინის მოკავშირეებმა საბოლოოდ მისცეს ნება, რომ მათი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე გამოეყენებინა და არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ესეც უკრაინას უფრო დიდ საფრთხედ აქცევს მოსკოვისთვის, რადგან ევროპული Storm Shadows და ამერიკული წარმოების რაკეტები აეროდრომებსა და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე ცვივა. ზღვაზეც კი უკრაინა ძალიან აქტიურად უტევდა. მან განახორციელა მრავალი გამანადგურებელი დარტყმა რუსეთის ავადსახსენებელ შავი ზღვის ფლოტზე. 2022 წელს ჩაძირა მისი ფლაგმანი კრეისერი მოსკვა და ამ ომში კიდევ არაერთი სადესანტო გემი, სარაკეტო გემი და თუნდაც წყალქვეშა ნავი გაანადგურა. ბოლოს და ბოლოს ზიანი იმდენად დიდი იყო, რომ რუსმა მეთაურებმა გადაწყვიტეს ფლოტის უმეტესობა უფრო უსაფრთხო წყლებში გადაეყვანათ და გაიწვეს ის ხომალდები, რომლებიც მანამდე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში, ყირიმის სანაპიროსთან ახლოს იყვნენ განლაგებული. ეს არა მხოლოდ ამცირებდა ამ ხომალდების საფრთხეს უკრაინის მიწაზე სარაკეტო დარტყმების მხრივ, არამედ ხსნიდა მარშრუტებს მარცვლეულის და სხვა საქონლის ექსპორტისთვის უკრაინიდან, რაც გარკვეულად აცოცხლებდა ქვეყნის მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას. შემდეგ კი კიდევ უფრო დიდი შეტევა მოხდა, კურსკის შეჭრა. 2024 წლის 6 აგვისტოს უკრაინულმა ძალებმა ომის მწარე რეალობა რუსეთში ისე დააბრუნეს, როგორც არასდროს და კურსკის რეგიონში საკუთარი ახალი ფრონტის ხაზი შექმნეს. მათ არ ჰქონდათ რუსული ტერიტორიის დაპყრობის ან მშვიდობიანი მოსახლეობის ამოხოცვის განზრახვა, როგორც კრემლის საომარმა მანქანამ გააკეთა უკრაინაში. ამის ნაცვლად ეს იყო სტრატეგიული გადაწყვეტილება, გზა, რომლითაც რუსული ძალები, რომლებიც უკვე რაოდენობრივად აღემატებოდნენ და ავიწროებდნენ უკრაინულ პოზიციებს სხვა რეგიონებში, იძულებულნი გახდნენ გაშლილიყვნენ და გაეყოთ თავიანთი რესურსები კურსკის შეჭრის წინააღმდეგ, რითაც უკრაინის მამაც და მცველებს დრო და სუნთქვის საშუალება მიეცათ. თავდაპირველად უკრაინის ძალებს მცირე წინააღმდეგობა შეხვდათ. რეგიონში საკმარისი რუსი ჯარი არ იყო, რომ სერიოზული წინააღმდეგობა გაეწიათ და ბევრი მათგანი გამოუცდელი და მოუმზადებელი იყო ასეთი შეჭრისთვის. შედეგად კიევის არმიამ სწრაფად აიღო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქები და სოფლები, ტყვედ აიყვანა ჯარისკაცები და გაანადგურა ან ჩაიგდო ხელში რუსული ტექნიკა, რომელსაც გზად პოულობდნენ. ფიგზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო ყოფნა ჰქონდათ 80-ზე მეტ რუსულ დასახლებაში და პოზიციებს ინარჩუნებდნენ 2025 წლის მარტამდე, როცა კიევის მეთაურებმა გონივრული გადაწყვეტილება მიიღეს და უკან დაიხიეს. რუსეთი ცდილობდა ეს გამარჯვება წარმოეჩინა. სინამდვილეში კი ეს დამანგრეველი მარცხი იყო. ეს იყო პირველი შემთხვევა 10 წლეულების განმავლობაში, როდესაც მტრის ძალებმა შეძლეს რუსეთის საზღვრის გადაკვეთა და მისი ტერიტორიის ნაწილის კონტროლი დაემყარებინათ. და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა საბოლოოდ დატოვა ეს ტერიტორია, მათ მაინც დიდი ზიანი და მსხვერპლი მიაყენეს. ასევე დატოვეს ნაღმები და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებსაც რუსებს უნდა გამკლავებოდნენ.
ამან ასევე საკმარისად დიდხანს დააბნია მტერი, რათა უკრაინას შეძლებოდა ძალების აღდგენა და გადაჯგუფება ფრონტის სხვა მონაკვეთებზე, რაც კრემლს არ მისცა საშუალება დაეკავებინა რომელიმე მნიშვნელოვანი ქალაქი ან დასახლება. საერთო ჯამში 2024 წელი შთამბეჭდავი იყო უკრაინისთვის, როდესაც საქმე მტერზე წარმატებულ საპასუხო დარტყმებს ეხებოდა. 2025 კი კიდევ უკეთესი აღმოჩნდა. წელი ჯერ კიდევ ახალი დაწყებული იყო, როცა უკრაინულმა დრონებმა უკვე დაიწყეს მოსკოვის მიზანში ამოღება. მასიური იერიში, რომელშიც 240 უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა, უკრაინიდან გაეშვა, გადაკვეთა საზღვარი და სამიზნე დაიღო როგორც სამხედრო, ასევე ნავთობის ინფრასტრუქტურის ობიექტები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში. და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. 2025 წლის განმავლობაში უკრაინული დრონების იერიშები რუსულ პოზიციებზე თვიდან ან ორ კვირაში ერთხელ განხორციელებულიდან თითქმის ყოველდღიურ მოვლენად გადაიქცა. ამ ეტაპზე უკრაინამ დრონებით ომის ხელოვნება სრულყოფილად აითვისა და მოწინააღმდეგეს გადააჭარბა როგორც უფრო მრავალფეროვანი და ეფექტური დრონების წარმოებაში, ასევე მათი გამოყენებით ინფრასტრუქტურის განადგურებას და მოწინააღმდეგის მორალის დამსხვრევაში. ის ასევე უპილოტო საფრენი აპარატებს ბევრად უფრო დიდი რაოდენობით აწარმოებდა ვიდრე ოდესმე. თვეში 20,000-დან 200,000-მდე გაიზარდა ეს მაჩვენებელი. სამხედრო საწარმოები, ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები, საცავი ობიექტები, აეროდრომები. ერთი სამიზნის შემდეგ მეორე უკრაინის კამიკაძე თავდასხმებმა აფეთქა და ცეცხლი წაუკიდა. ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები უფრო გახშირდა და პუტინმა იქ იგრძნო შედეგები, სადაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ეკონომიკაში. უკრაინის თავდასხმებმა რუსეთს დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი დაუჭდა, რადგან უთვალავი ლიტრი ნავთობი ცეცხლში დაიცვა და საწარმოო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შემცირდა. დრონებმა და რაკეტებმა ასევე გაანადგურეს კრემლის ყველაზე ძვირფასი სამხედრო რესურსები, როგორიცაა საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადარები, რომელთა საერთო ღირებულება მილიარდობით დოლარს შეადგენს. შემდეგ იყო ყველაზე გამანადგურებელი და გამორჩეული თავდასხმა მათ შორის ოპერაცია ობობის ქსელი. 2025 წლის 1 ივნისს უკრაინამ განახორციელა გეგმა, რომელიც 1 წელზე მეტ ხანს მზადდებოდა. მან ათეულობით დრონი დამალა სატვირთო მანქანებში, რომლებიც შემდეგ რუსეთის მასშტაბით რამდენიმე სტრატეგიულ ადგილას, მთავარ ავიაბაზებთან ახლოს გააგზავნა. როდესაც სატვირთოები ადგილზე მივიდნენ, კარი გაიხსნა და დრონების ჯგუფები გაუშვეს, რომლებმაც ცეცხლი დაატეხეს რუსეთის ბირთვული შესაძლებლობის მქონე ბომბდამშენებსა და სხვა თვითმფრინავებს. მიღებული ცნობების მიხედვით, ამ თავდასხმამ გაანადგურა რუსეთის ბომბდამშენების ფლოტის დაახლოებით მესამედი. გაანადგურა ან დააზიანა მილიარდობით დოლარის ღირებულების კრემლის ტექნიკა, სულ 1 დღის განმავლობაში. შავი ზღვის ფლოტიც კიევის სამიზნეში აღმოჩნდა. 2025 წლის განმავლობაში რამდენიმე მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაზიანდა და ჩაიძირა რამდენიმე რუსული გემი. განადგურდა მნიშვნელოვანი საზღვაო ინფრასტრუქტურა, როგორიცაა ნოლოსიკის წყალქვეშა ნავების პორტი და კრემლს მკაფიო გზავნილი გაეგზავნა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად შორს გაიქცევი ან სად დამალავ შენს გემებს. ისინი მაინც აღმოჩნდებიან და განადგურდებიან. და ასე შევდივართ 2026 წელს. კიდევ ერთ გადამწყვეტ წელს ომში, რომელიც რუსეთის თქმით მხოლოდ რამდენიმე კვირა უნდა გაგრძელებულიყო. წლების ძალისხმევის, წლების ტანჯვისა და რუსეთის დაუნდობელი თავდასხმების გადატანის შემდეგ უკრაინას შეეძლო დაეწყო მერყეობა. სინამდვილეში სწორედ ამას ელოდა ვლადიმირ პუტინი. იმედოვნებდა, რომ თუ ომს საკმარისად გაახანგრძლივებდა, უკრაინა საბოლოოდ დაიწყებდა მერყეობას, დათმობასა და გატეხვას მისი გიგანტური საომარი მანქანის წონის ქვეშ. მაგრამ ასე არ მოხდა. 2026 წლის დაწყებისას უკრაინამ არ მოდუნდა, არ დაიხია უკან. პირიქით, კიდევ უფრო გაამკაცრა ბრძოლა. მან გააგრძელა დამანგრეველი დარტყმების განხორციელება ნავთობის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის რეგიონებში. მან დააჩქარა სრულიად ახალი იარაღის. მაგალითად, შორ მანძილზე მოქმედი ფლამინგოს რაკეტის განვითარება და განლაგება, ამავდროულად კი განაგრძობდა ომს მოკავშირეების მიერ მიწოდებული იარაღით, როგორიცაა საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს Storm Shadow-ები და სხვა უცხოური წარმოების რაკეტები. 2026 წლის თებერვალში უკრაინამ დვერის რეგიონში რუსეთის რაკეტების საწვავის ქარხანას დაარტყა. მარტში უკრაინამ შემდეგი დარტყმა მიაყენა მიკროჩიპებისა და რაკეტის ნაწილების საწარმო ქარხანას. ფლამინგო უფრო და უფრო ხშირად გამოჩნდა. პირველად მან კაპუსტინიარის სასტელ პოლიგონზე დაარტყა. შემდეგ კი ვოდკინის ქარხანას, რომელიც რუსეთის თავდაცვის კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია. უკრაინამ ასევე გააუნჯობესა დრონების ტაქტიკა, ახალი მიმართულებები აითვისა და ახალი რეკორდები დაამყარა. მაგალითად 8 მარტის ვამეს, როცა მან რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონებში ერთდროულად 714 დრონი გაუშვა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. მომდევნო დღეებსა და კვირებში კიდევ 1000-ობით დრონი გაუშვეს, რომლებიც 100-ობით მილს გადიოდნენ რუსეთის საჰაერო სივრცეში. გვერდსუuliდნენ კრემლის ეგრეთ წოდებულ მსოფლიო დონის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და მიზანში არყამდნენ ათეულობით სხვადასხვა რეგიონში. მაგალითად, მარტის ბოლოს, როცა უკრაინამ ბალტიის ზღვაზე რუსეთის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან ნავთობის საექსპორტო პორტს მიიტანა იერიში, რამაც მასშტაბური ხანძრები და ნავთობის ინდუსტრიისთვის უპრეცედენტო შეფერხებები გამოიწვია. უეცრად საქმე აღარ ეხება მხოლოდ რომელიმე ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ან მილსადენს, რომელსაც თვეში ერთხელ ან რამდენიმე კვირაში ერთხელ ესხმიან თავს. ეს უკვე რუსეთის ეკონომიკური მანქანის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაწილებია, ებია, რომლებსაც თითქმის ყოველდღიურად ესხმიან თავს.
უსასრულო გალონობით ნავთობი, მილიარდობით დოლარის ზარალი ისევ და ისევ. რუსეთის ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე სუსტ მდგომარეობაშია. ქვეყნის ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა საპროცენტო განაკვეთები რეკორდულ დონემდე აეწია. ჩვეულებრივი რუსული ოჯახები იხდიან პუტინის ომის ფასს, რადგან ყოველდღიური საჭიროებების ღირებულება მკვეთრად იზრდება და ქვეყნის ბიუჯეტის უფრო დიდი ნაწილი რაკეტებსა და სიკვდილის მანქანებზე იხარჯება, ჯანდაცვისა და განათლების ნაცვლად. ყოველი გასული თვე რუსეთის დასუსტებას და უკრაინის გაძლიერებას იწვევს. და ამას მონაცემებიც ადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინული ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების დაბომბვას, კიევის ძალებმა საპასუხოდ მნიშვნელოვანი სამხედრო და ეკონომიკური ზიანი მიაყენეს. მათი დარტყმები ნავთობის ინფრასტრუქტურასა და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე კონფლიქტს კრემლისთვის ყველა შესაძლო გზით გაცილებით ძვირადღირებულს ხდის და ისინი ჯერ კიდევ არ ნებდებიან. დრონების წარმოება უკრაინაში 2023 წელს 800,000-დან 2025 წელს 4 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლისთვის შეფასებები 5-დან 10 მილიონამდე მერყეობს. რაკეტების წარმოებაც იზრდება და უკრაინის შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობები არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი, რაც მათ კიდევ უფრო უადვილებს ომის რუსეთის რეგიონებში გადატანას, ებში გადატანას. მათ შორის იმ რეგიონებშიც კი, რომლებიც ასეულობით ან ათასობით მილითაა დაშორებული საზღვარს. შოიგუ მართალი იყო. რუსეთში არც ერთი ადგილი აღარ არის უსაფრთხო და პუტინს მხოლოდ საკუთარი თავი შეუძლია დაადანაშაულოს. ეს იყო ერთადერთი რამ, რის დაკარგვასაც პუტინი ყველაზე მეტად ეშინოდა. იმდენად რომ მასაც კი შეეშინდა მისი უკრაინაში გაგზავნა. პუტინმა ის დამალა. რუსეთში 1700 კილომეტრზე სიღრმეში პუტინის თქმით რუსული წარმოების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნიმუში აეროდრომზე იმალებოდა. მაგრამ უკრაინა პუტინის სისულელეებს არ ეგუებოდა. უკრაინამ იპოვა ის, რასაც პუტინი მალავდა და გაანადგურა. უკრაინამ ის უმოწყალოდ გაანადგურა, რათა რუსეთს არ ქონოდა მისი გამოყენების არანაირი შანსი. რუსეთის Su-57-ები განადგურებულია. და მათთან ერთად ინგრევა რუსეთის ტყუილი იმის შესახებ, რომ მისი უახლესი გამანადგურებელი თვითმფრინავები სოფლიოს საუკეთესოებს შორისაა. ჩვენ მივდივართ რუსეთის ნაკლებად ცნობილ რეგიონში, ჩელიაბინსკში. ჩელიაბინსკი მდებარეობს დაახლოებით 1700 კილომეტრით, ანუ ოდნავ მეტი ვიდრე 1050 მილით უკრაინის საზღვრებიდან და ის უფრო ახლოსაა ყაზახეთთან ვიდრე უკრაინასთან. და აქ მდებარეობს თავდაცვის სამრეწველო კომპლექსი, რომელიც წლებია პუტინის საომარ მანქანას ამარაგებს. დაშორება ყოველთვის ამ რეგიონის სასარგებლოდ მუშაობდა. ტანკებისა და მძიმე თავდაცვითი აღჭურვილობის წარმოება შესაძლებელი იყო იმიტომ, რომ პუტინს სჯეროდა, უკრაინა ვერასდროს შეძლებდა ჩელიაბინსკზე დარტყმების განხორციელებას. რეგიონში ასევე მდებარეობს რუსეთის შარგოლის აეროდრომი. და აეროდრომის არსებობისა და მანძილის კომბინაციამ ჩელიაბინსკი იდეალურ ადგილად აქცია. ადგილად, სადაც პუტინმა დამალა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული სამხედრო ტექნიკა, Su-57. პუტინს ეგონა, რომ რუსეთის თითქოს და ულტრამოდერნული გამანადგურებელი თვითმფრინავი შარგოლში უსაფრთხოდ იქნებოდა. იქ რუსეთის Su-57-ებს შეეძლოთ ტექნიკური მომსახურება გაევლოთ, ხოლო პილოტებს მათ გამოყენებაზე ევარჯიშათ. როგორც აღმოჩნდა, იმ პილოტებს ბევრი არაფრისთვის ვარჯიშობდნენ და ერთზე მეტი მიზეზის გამო Su-57 ის არ არის ის, რასაც რუსეთი ამტკიცებს, როგორც მალე გაიგებთ. მაგრამ ამ წუთას ეს მნიშვნელობა არ აქვს. რატომ? იმიტომ რომ რუსეთის სიღრმეში 1000-ზე მეტი მილის მანძილზე Su-57-ები იწვის, მას შემდეგ რაც უკრაინამ უპრეცედენტო სიშორის დარტყმა განახორციელა. დამალული გამანადგურებლები გამოაშკარავდა და პუტინი გაცოფებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ძირითადი დეტალები 1 მაისის ტელეგრამის პოსტში გაავრცელა. დიახ, 2026 წლის 25 აპრილს რუსეთის ფედერაციის ჩელიაბინსკის რეგიონის შარგალის აეროდრომზე უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ჯარისკაცებმა რამდენიმე Su-57 გამანადგურებელი და ერთი Su-34 გამანადგურებელ ბომბდამშენი დააზიანეს, ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში. ეს იმდენად უემოციოდ არის ნათქვამი, რომ თითქმის ისე ჩანს, თითქოს უკრაინამ ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დარტყმა ჯერ არ განახორციელა. ეს ისეა წარმოდგენილი, თითქოს უკრაინისთვის ეს უბრალოდ კიდევ ერთი ჩვეულებრივი დღეა და ეს პუტინს ყველაფერზე მეტად შეაშინებს. არაფერია განსაკუთრებული, ამბობს უკრაინა. ჩვენ უბრალოდ თქვენი ყველაზე თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავები გავანადგურეთ დამატებითი დარტყმით და ამას ისევ შევძლებთ. რუსეთს შეეძლო ეცა და ეთქვა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა, რომ არა ის ფაქტი, რომ სატელიტური ფოტოები არსებობს. უკრაინის განცხადებები შარგოლზე დარტყმის შესახებ არც ტყუილია და არც პროპაგანდა. ეს ყველაფერი ძალიან რეალურია. Excelenova Plus-ის Telegram არხი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 1 მაისის პოსტში აჩვენა უკრაინის მიერ მიყენებული ზიანი, სადაც ჩანს, რომ რუსულ აეროდრომზე მინიმუმ 1 Su-57 და Su-34 განადგურებულია. Defense blogიც ავრცელებს იმავე ფოტოებს, რაც მიუთითებს, რომ ისინი შეესაბამება უკრაინის განცხადებებს და როგორც ჩანს, ასახავს წარმატებულ თავდასხმას შარგოლის ბაზის თვითმფრინავების სადგომზე. ამჯერად ვეღარ გამოაღწევ რუსეთო. უკრაინამ იპოვა, დაარტყა და გაანადგურა ის, რასაც პუტინი სასოწარკვეთილად ცდილობდა დაემალა. და თითქოს ეს საკმარისი არ იყოს რუსეთის დიქტატორისთვის. ჩელიაბინსკის დარტყმა პირველი შემთხვევა არ არის, როცა უკრაინამ რუსული Su-57 მოძებნა და თამაშიდან ამოაგდო. როგორც კიევის პოსტი აღნიშნავს, ეს მეორე დაფიქსირებული შემთხვევაა, როცა უკრაინამ რუსეთის ეგრეთ წოდებული მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავი გააუნებეუხო.
პირველი შემთხვევა 2024 წლის ივნისში მოხდა, როცა უკრაინამ თავისი გრძელდისტანციური დრონები აქჩუბინსკის აეროდრომზე გაგზავნა, რომელიც უკრაინის საზღვრებიდან დაახლოებით 460 კილომეტრით, ანუ 286 მილითაა დაშორებული. როგორც ჩანს, უკრაინის 2024 წლის დატმა ნაწილობრივ წარმატებული იყო. ჟურნალი Military Watch ადასტურებს, რომ დათქმა მართლაც მოხდა, თუმცა ამატებს, რომ მიიჩნევა რუსეთის დაზიანებული Su-47 შეკეთების შემდეგ კვლავ ჩადგან წყობაში. თუმცა მესიჯი უკვე გაგზავნილი იყო. უკრაინამ შეძლო რუსეთის ყველაზე თანამედროვე გამანადგურებლის დაზიანება და დარწმუნებული ვართ, რომ შემთხვევითი არ არის, რომ 2026 წელს უკრაინამ დაზიანებული Su-47-ები უკრაინიდან სამჯერ და ნახევარზე მეტით უფრო შორს იყვნენ განთავსებული. თითქოს პუტინმა ისინი უფრო შორს გადაიყვანა, რათა თავიდან აეცილებინა ისეთი რამ, როგორიც იყო აქჩუბინსკის დარტყმა. ეს არ გამოუვიდა. და თუ შარგოლში დამწვარი Su-47 სატელიტური სურათები რამეს ნიშნავს, უკრაინამ 2024 წლის შეცდომა აღარ გაიმეორა. რუსეთის სულ მცირე ერთი Su-47 იმდენად დაიწვა, რომ არტგენას აღარ ექვემდებარება და შეიძლება კიდევ ერთი იყოს, თუ უკრაინის გენერალური შტაბი მართალია. ასევე ვერ დავივიწყეთ იმ ფაქტს, რომ უკრაინამ აპრილის ბოლოს განხორციელებული დარტყმისას რუსეთის ერთ-ერთი Su-34 გაანადგურა. ეს გამანადგურებელი თვითმფრინავი შესაძლოა რუსეთის საომარი ძალისხმევისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე Su-47. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი იმ საჰაერო ბაზაზე იმალება, რომელსაც პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინა ვერ დაარტყამს, Su-34 რუსეთისთვის ნამდვილი დამანგრეველი ძალაა უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო კამპანიაში. თვითმფრინავი იშვიათად შედის უკრაინის ტერიტორიაზე. რუსეთმა იქ თავისი გაკვეთილი ისწავლა, რადგან ომის პირველ თვეებში დაახლოებით 200 თვითმფრინავი დაკარგა, როცა უკრაინამ დაამტკიცა, რომ ანტისაჰაერო თავდაცვით რუსული თვითმფრინავების მოგერიება შეუძლია. ამიტომ Su-34 ძირითადად უკანა ხაზებიდან უკრაინის მიმართულებით UMPK და UMPB მართვადი ბომბების სროლით არის დაკავებული. ეს ბომბები იმდენად დიდი რაოდენობით გამოიყენება, რომ შეუძლიათ გაანადგურონ უკრაინის ქალაქები და თავდაცვა. Su-34-ის ჩამოგდება ნიშნავს, რომ უკრაინამ რუსეთს კიდევ ერთი მართვადი ბომბების გადამზიდავი წაართვა. ეს თავისთავად მიღწევა, მაგრამ ბევრად უფრო შთამბეჭდავი და ბევრად უფრო დამაზიანებელი პუტინისთვის არის მინიმუმ ერთი Su-47-ის განადგურება. არსებობს ორი მიზეზი, რატომაც ასეა. რას ანტკიცებს რუსეთი Su-47-ზე და რა არის ის სინამდვილეში? პირველი გვიჩვენებს, რომ რუსეთმა თავისი არსენალის ერთ-ერთი საუკეთესო თვითმფრინავი დაკარგა, ხოლო მეორე ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ გამოავლინა უკრაინამ, რომ ეს თვითმფრინავი სულაც არ არის ისეთი, როგორცაც რუსეთი ანტკიცებს. დავიწყოთ იმით, რას უნდა გიფიქროთ რუსეთს Su-47-ზე. რუსეთი Su-47-ს თავის ყველაზე თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავად მოიხსენიებს და რთულია ამის უარყოფა, თუ ყველაფერს დაიჯერებთ, რასაც რუსეთი მასზე ამბობს. იგი განკუთვნილია როგორც მეხუთე თაობის გამანადგურებელი, რომელიც რუსეთმა დაასრულა იმისთვის, რომ კონკურენცია გაუწიოს ამერიკულ F-22-სა და F-35-ს. და რუსეთი ამტკიცებს, რომ მას აქვს ბევრი ისეთი მახასიათებელი, რაც ამ სტელს გამანადგურებლებს განსაკუთრებულს ხდის. ხაზგასმულია დაბალი რადიოლოკაციური ხილვადობის ფორმა, შიდა იარაღის განყოფილებები, რომლებიც ამცირებს თვითმფრინავის რადარის არეს და მოწინავე ავიონიკა, რომელიც ერთ-ერთი საფეხურით მაღლა დგას რუსეთის მეოთხე თაობის გამანადგურებლებთან შედარებით. რუსეთის გაერთიანებული საავიაციო კორპორაცია სიამოვნებით აგრძელებს პროპაგანდას. ხაზგასმით აღნიშნავს, რომ Su-47-ს შეუძლია დაარტყას საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სამიზნეებს დღის ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ამინდის პირობებში. კორპორაციის განცხადებით პირველი პარტია ამ თვითმფრინავებისა რუსეთის სამხედრო ძალებს 2020 წელს გადაეცა, თუმცა Su-47-მა თავისი პირველი ფრენა 10 წლით ადრე შეასრულა. შეიძლება ეს დაგვიანება ნიშნავდეს, რომ რუსეთის მეხუთე თაობის გამანადგურებელს გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ამას მალე გაიგებთ. ამ ყველაფრის გარდა Army Recognition აღნიშნავს, რომ Su-47-ს შეუძლია აღიჭუროს R-77M ტიპის აქტიური რადარით მართვადი რაკეტებითა და R-64M2 ინფრაწითელი მართვადი რაკეტებით, შესაბამისად შორ და ახლო მანძილზე სამოქმედოდ. ტაქტიკური, stealth cruise-ული რაკეტები და ანტიგემის რაკეტები მოდუ შეიძლება განთავსდეს Su-47-ში, ისევე როგორც იმ ტიპის მართვადი ბომბები, რომლებსაც რუსეთი იყენებს Su-34-დან გასაშვებად. Su-47-ს ყველა საკითხზე შეუძლია 10,000 კილოგრამი, ან დაახლოებით 20,000 ფუნტი საბრძოლო მასალის გადატანა. და მაქსიმალური სიჩქარით Mach-2 და Super Cruise-ის სიჩქარით Mach-1.3. ის ისეთივე სწრაფია, როგორც შეიარაღებით დატვირთული. ეხლა დავუშვათ, რომ Su-47 მართლაც ასრულებს ყველა იმ დაპირებას, რაც რუსეთმა ამ თვითმფრინავზე გააკეთა. თუ ასეა, მაშინ უკრაინამ უბრალოდ გაანადგურა თვითმფრინავი, რომელიც საჰაერო თვალსაზრისით რუსეთის საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს. როდესაც ერთეულის ღირებულება დაახლოებით 100-დან 120 მილიონ დოლარს შეადგენს, Su-47-ს საკმაოდ დიდი გავლენა აქვს რუსეთის საომარ ბიუჯეტზე და უკრაინამ ეს ყველაფერი ერთ წამში გაანადგურა. უკრაინამ ასევე უზრუნველყო, რომ რუსეთის როგორც ჩანს მომაკვდინებელი გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომლის წინააღმდეგაც უკრაინას ბევრი თავდაცვა არ უნდა ჰქონდეს, ვერასდროს შეძლებს ფრენას უკრაინის საჰაერო სივრცეში. მხოლოდ Su-47-ები რეალურად არ დაფრინავენ უკრაინაში. არსებობს საკმაოდ სერიოზული მიზეზები, თუ რატომ დამალა პუტინმა რუსეთის ყველაზე თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავები ასე შორს უკრაინისგან. და მალე გაიგებთ რა მიზეზებია ეს. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ხილაკს, რომ არასდროს გამოდაოთ ჩვენი ვიდეოები.
ჩვენ არ დაგვიმალავს, რომ Su-57 ისეთი არ არის, როგორც ამბობენ. იყო ნიშნები, რომ რუსეთის გამანადგურებელი თვითმფრინავი გარკვეულწილად უსარგებლო პროექტი იყო. ბევრად ადრე ვიდრე უკრაინამ აპრილში მათგან სულ მცირე ერთ-ერთი გაანადგურა. ინდოეთმა Su-57-ზე ბევრი საწესო გაფრთხილება მისცა. წლების განმავლობაში ინდოეთი რუსეთთან ერთად მუშაობდა ერთობლივ პროექტზე მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავის შესაქმნელად. ეს თვითმფრინავი საბოლოოდ Su-57 უნდა გამხდარიყო, მაგრამ ინდოეთმა 11 წლიანი ერთობლივი შეთანხმებიდან გაცილებით ადრე გამოეთიშა, ვიდრე რუსეთის თვითმფრინავი 2020 წელს ექსპლუატაციაში შევიდოდა. ინდოეთმა 2018 წელს უკან დაიხია და იმავე წლის აპრილში Su-57-ის პროექტში მონაწილეობა დაასრულა. ამ გამოთიშონდე 2 წელი დაძაბულობით იყო სავსე. Su-57-ს არ ჰქონდა ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რასაც ინდოეთი მეხუთე თაობის გამანადგურებელში ელოდა. რუსეთი აფერხებდა პროცესს ტექნოლოგიების გადაცემის გადადებით და ხარჯების განაწილების გეგმებზე დავებით. ინდოეთისთვის Su-57-ის პროექტი საბოლოოდ წარუმატებლობად იქცა, სადაც ზედმეტად ბევრი ფული იხარჯებოდა თვითმფრინავზე, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა იმ სტელს გამანადგურებლის კონკურენტუნარიანობას ASHS-ის წინააღმდეგ, რაც დაპირებული იყო. მას შემდეგ, რაც რუსეთმა პროექტი დამოუკიდებლად დაასრულა, ჩანდა, რომ ინდოეთის დაბრუნება პროექტში თითქმის მიღწეული იყო. იყო გეგმები, რომ ინდოეთი შეიძენდა რამდენიმე Su-57-ს რუსეთიდან, ახლა როცა თვითმფრინავი უკვე მოქმედებდა. 2026 წლის მარტისთვის ეს გეგმები თითქმის მთლიანად დაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა სხვადასხვა ბონუსი შესთავაზა, მათ შორის ახალი ძრავა და თვითმფრინავის ულიცენზიო ვარიანტი. ინდოეთმა უარი თქვა. ინდოეთმა განაცხადა, რომ Su-57 ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებდა იმ სტანდარტს, რომ მეხუთე თაობის გამანადგურებლად ჩაითვალოს. და მან უშევნია თავისი ფული საკუთარი AMCA გამანადგურებლისა და ან Tempest-ის, ან FCAS-ის მეექვსე თაობის გამანადგურებლის პროგრამებში ჩაედო. პუტინმა ორმაგი დარტყმა უნდა აიტანოს. ინდია გამოეთიშა Su-57-ის შეძენის საკითხში და ის 2 მეექვსე თაობის პროექტი, რომელშიც ახლა სურს ჩართვა. ხელმძღვანელობენ ქვეყნები, რომლებსაც რუსეთი ნტრებად მიიჩნევს. იტალია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი Tempest-ზე მუშაობენ. გერმანია, ესპანეთი და საფრანგეთი FCAS-ზე მუშაობენ. რუსეთისთვის პოტენციური მოკავშირე და ფინანსური წყარო ახლა გაქრა და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ Su-57 ის გამანადგურებელი არ არის, როგორც რუსეთი ამტკიცებს. მას შემდეგ, რაც ინდია პროექტიდან გამოვიდა, Su-57-ზე მეტი ინფორმაცია გახდა ცნობილი. ძრავები ძველია და არასაიმედოა. სწორედ ამიტომ სცადა რუსეთმა ინდიისთვის ახალი ძრავების შეთავაზებით გარიგების გაუმჯობესება. თუ შევადარებთ F-22-სა და F-35-ს, Su-57-ს უხილაობის მხრივ ახლოსაც ვერ მივა მათთან. Aviation Geek Club-ის ინფორმაციით, რადარებს რუსეთის მეხუთე თაობის გამანადგურებლის აღმოჩენა 6-დან 10 ჯერ უფრო დიდი მანძილიდან შეუძლიათ. ამერიკის წამყვანი გამანადგურებლების რადარის არეგულის ფართობი Su-57-თან შედარებით 1000-დან 10000 ჯერ უფრო მცირეა. ფაქტობრივად Su-57 უფრო მეტად 4.5 თაობის გამანადგურებელია, ვიდრე მეხუთე თაობის და შესაძლოა რუსეთს არც კი დასჭირდეს იგი, რადგან Su-35 უკვე ასრულებს მსგავს ფუნქციას. შესაძლოა სწორედ ამიტომ რუსეთს ბევრი Su-57 არ აუშენებია. სახურებაში 30-ზე ნაკლებია იუწება Euromaidan Press და ახლა კიდევ ერთით ნაკლებია, რომელიც ცაში აფრინდება მას შემდეგ, რაც უკრაინამ ჩელიაბინსკში გააკეთა. ეხლა აი რას ნიშნავს ეს ყველაფერი რუსეთისთვის? როგორც უნდა შეხედო უკრაინის მიერ Su-57-ის განადგურება პუტინისთვის დამცირებაა. თუ ეს თვითმფრინავი ისეთია, როგორცაც რუსეთი ამტკიცებს, მაშინ უკრაინის თავდასხმამ ის ფაქტობრივად უხერხულ მდგომარეობაში ჩააგენა. ეს უბრალოდ არ უნდა ხდებოდეს. ჰაერში Su-57-ს უნდა შეეძლოს ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლა. მიწაზე რუსეთმა ყოველთვის უნდა დაიცვას იგი და არაღიად გააჩეროს, სადაც შეიძლება დააზიანონ ან ხელკონ. თუნდაც ეს მეხუთე თაობის გამანადგურებელი იყოს, რუსული არაკომპეტენტურობა მასობრივად გამოაშკარავდა, რაც პუტინს დარჩენილით მის მოგლეჯას აიძულებს. სხვა მხრივ პუტინი დამცირებულია იმ ფაქტით, რომ ცდილობს Su-57 უკრაინისგან დამალოს, რადგან იცის, რომ ეს თვითმფრინავი ვერ ასრულებს იმ ამოცანას, რისთვისაც შეიქმნა. უხილავი გამანადგურებელი ღირებული რესურსია. ეს ვიხილეთ ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს, ირანში, როდესაც ამერიკის უხილავი გამანადგურებლები ირანის საჰაერო თავდაცვის ქსელს გადაუფრინავდნენ, რომელიც ნაწილობრივ მაინც რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან შედგება. პუტინმა უნდა გამოიყენოს რუსეთის მცირე Su-57-ების ფლოტი, რათა გაანადგუროს უკრაინის მნიშვნელოვანი ობიექტები. ამის ნაცვლად უკრაინამ ახლახან გამოავლინა, რომ პუტინი იმდენად შერცხვენილია რუსეთის უახლესი თვითმფრინავებით, რომ ისინი 1000-ზე მეტი მილის დაშორებით მალოს. არც ერთი სცენარი არ არის კარგი პუტინისთვის. გვირგვინის მარგალიტი. თუნდაც ეს მარგალიტი რეალურად დაზიანებული იყოს, დაკარგულია, მაგრამ რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს Su-57-ებისა და სხვა გამანადგურებლების დაკარგვა, რუსეთს ბევრად უფრო დიდი პრობლემა აქვს. რუსეთს ამჟამად რაც ნამდვილად გააბრაზებს პუტინს არის ის, რომ არავინ იცის ზუსტად როგორ მოახერხა უკრაინამ ასეთი ზუსტი და გამანადგურებელი დარტყმის განხორციელება რუსეთში 1000-ზე მეტი მილის სიღრმეში. უკრაინას არ დაუდასტურებია როგორ განხორციელდა ეს. გენერალური შტაბის ანგარიშში არ არის ნახსენები რა იარაღი გამოიყენეს, რამაც უამრავი სპეკულაცია გამოიწვია. შეიძლება ეს დივერსია იყო. შესაძლებელია. უკრაინას აქვს გამოცდილება პარტიზანული ჯგუფების გამოყენებაში, რომლებიც რუსულ ავიაბაზებში იპარებიან, რათა გამანადგურებელი თვითმფრინავები გაანადგურონ.
სინამდვილეში ეს საკმაოდ ახლახან მოხდა. იგივე რამ მოხდა 2025 წლის დეკემბერში ლიპეცკის სამხედრო აეროდრომზე, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ რუსეთში მდებარეობს. უკრაინის სახელით მოქმედმა პარტიზანებმა გაანადგურეს 2 Su-30 მრავალფუნქციური გამანადგურებელი თვითმფრინავი ინციდენტში, რომელსაც რუსეთი ცდილობდა დაეფარა და აცხადებდა, რომ გაურკვეველი წარმოშობის ხანძარი იყო. ამ თავდასხმაში მონაწილეობდა უკრაინის მთავარი სადაზვერო სამართო და მისი დაგეგმვა 2 კვირა გაგრძელდა. შეიძლება მსგავსი რამ ჩელიაბინსკშიც ვიხილეთ, რაც ნიშნავს, რომ უკრაინის სადაზვერო და დივერსიული ოპერატორების ქსელი რუსეთში უფრო ხმად შეაღწია, ვიდრე ვინმეს შეეძლო ეფიქრა. სად შეძლებს ახლა პუტინი თავისი Su-57-ების დამალვას? არ აქვს მნიშვნელობა სად წავლენ ისინი. უკრაინას შეიძლება ადგილზე ყავდეს პარტიზანები, რომლებიც უბრალოდ აკვირდებიან და ელოდებიან იდეალურ მომენტს დარტყმისთვის. თუ არა დივერსანტები, მაშინ შესაძლოა დრონები ან რაკეტები იყო უკრაინის გასაოცარი დარტყმის მთავარი იარაღი. არც ერთი არ ჩანს საწმუნოდ პირველივე შეხედვით. უკრაინამ დიდი პროგრესი აჩვენა როგორც რაკეტების, ასევე შორ მანძილზე მოქმედი დრონების მიმართულებით. როგორც კიევ პოსტი აღნიშნავს, მას არც ერთი არ აქვს ისეთი, რომ შეძლოს რუსეთის სიღრმეში ჩასვლა იმდენად, ამდენადაც ჩელიაბინსკამდე მისასვლელად იქნებოდა საჭირო. მაგრამ უკრაინას ერთი რამ ნამდვილად აქვს, რაც ამ საქმეს გააკეთებდა. ეს არც დრონია და არც რაკეტა. ეს ორივეს ჰიბრიდია და მასში საკმარისზე მეტი საბრძოლო ძალაა, რომ ერთი პირდაპირ დათმით გაანადგუროს Su-57. Შემსაუბრობთ ფლამინგოზე. უკრაინის შორმანძილზე მოქმედი დრონებისა და ფთოსანი რაკეტების ტექნოლოგიის საუკეთესო თვისებების გაერთიანებით. ფლამინგოს აქვს საკმარისი მანძილი, რომ მიაღწიოს რუსეთის Su-57-მდე და კიდევაც მეტი დასჭეს. მას შეუძლია დაფაროს 3000 კილომეტრამდე მანძილი, ანუ ცოტა მეტი ვიდრე 1860 მილი. და უკვე მარტისთვის დამტკიცებული ქონდა სიზუსტე 1400 კილომეტრზე, ანუ 869 მილზე. მისი 1000 კილოგრამიანი, ანუ 2200 ფუნტიანი საბრძოლო ტვირთით, ფლამინგო ასევე საკმარისად ძლიერია, რომ დააზიანოს დამცავი ნაგებობები და დატოვოს კრატერები ნებისმიერ თვითმფრინავის ქვეშ, რომელსაც დაარტყამს. მაგრამ საინტერესოა, რომ სწორედ ეს ცეცხლის ძალა შეიძლება გახდეს მიზეზი, რის გამოც ფლამინგო კონკურენციას ჩამოშორდეს. სატელიტური სურათები, რომლებიც ადრე გაგიზიარეთ, არ აჩვენებს იმ ტიპის დათქმის კრატერებს, რასაც ველოდებოდით, თუ ფლამინგო იქნებოდა გამოყენებული. ჩვენ არ ვამბობთ, რომ უკრაინამ ფლამინგო არ გამოიყენა, მაგრამ უკრაინა საერთოდ არაფერს ამბობს, ასე რომ ამ ეტაპზე ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდებია. ამის მიუხედავად უკრაინამ თავდასხმა თავის უპილოტო სისტემების ძალებს მიაწერა. ეს კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს. თუ ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩვეულებრივი დრონით მიწოდება შეუძლებელია, როგორც კიევ პოსტი და ეგზილე ნოა პლუსი ამტკიცებენ, მაშინ ეს რას ნიშნავს? აქვს თუ არა უკრაინას ახალი ტიპის შორმანძილზე მოქმედი დრონი, რომელიც ჯერ არ გაუმჟავნებია? მუშაობდნენ თუ არა უპილოტო სისტემების ძალები დივერსანტებთან ერთად ადგილზე, რომლებმაც რუსეთის გამანადგურებელ თვითმფრინავებს თავს დაესხნენ დრონებით, რომლებიც თავად რუსეთის ტერიტორიიდან გაუშვეს. შეიძლება ამას ვერასდროს გავიგებთ და ეს უკრაინის ჭკვიანური ნაბიჯია. რატო უნდა გაამჟღავნო ხრიკი, როცა მომავალში შეიძლება მისი გამოყენება? შეიძლება ეს პუტინისთვის დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენდეს, როგორც მისი Su-57-ის დამცირების შემთხვევაში, მაგრამ ეხლა რუსეთის ლიდერი ორმაგ პრობლემას აწყდება. უკრაინამ ახალი ზღვარი გადალახა, იმ თვალსაზრისით თუ რა მანძილზე შეუძლია რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა და პუტინის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო რესურსების განადგურება. თუ Su-57-ის დაზიანება დივერსიის შედეგი იყო, მაშინ რუსეთის სადაზვერო სამსახურები საკმარისად არ მუშაობენ უკრაინელი ჯაშუშებისა და თანამზრახველების გამოსავლენად. თუ ეს იყო ფლამინგო, რომელიც ჩამოიყარა, მაშინ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც აშკარად მნიშვნელოვან ბაზაზე უნდა ყოფილიყვნენ, ან ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ან საერთოდ არ იყვნენ იქ. ორივე შემთხვევაში პუტინს ახლა უწევს იმ ნამსხვრევებში ქექვა, რასაც იგი ფიქრობდა, რომ დამალული იყო, რაც ამჟამად შეუცვლელია მისი მაღალი ღირებულების გამო და რასაც პუტინი თვლიდა, რომ უკრაინული თავდასხმებისგან დაცული იყო. როგორც ხშირად ხდება უკრაინაში, პუტინი კიდევ ერთხელ შეცდა. და იქნება ეს დივერსიით, შორ მანძილზე დათმით თუ სხვა მეთოდით. უკრაინა მხოლოდ გააუარესებს ამ ყველაფერს რუსეთისთვის. უკრაინამ 1000-ზე მეტი მილი სიღრმეში შეაღწია. რუსეთში არაფერია უსაფრთხო. პატიოსნად რომ ვთქვათ, პუტინს ამ მინიშნებას ბევრად ადრე უნდა მიმხდარიყო. უკრაინის შორ მანძილზე მოქმედების სტრატეგია რუსეთის წინააღმდეგ 2026 წლის განმავლობაში სულ უფრო ძლიერდებოდა და მან გაცილებით მეტი გაანადგურა, ვიდრე რუსეთის მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავები. ნავთობი მუდმივი სამიზნე იყო და უკრაინა ნამდვილ ცეცხლს ადეხდა, რომელსაც რუსეთი ვერ აკრობს. როდესაც საქმე გაქვს 21 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე უმობელ დიქტატორთან, მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სისასტიკე. არა იმ ხალხის წინააღმდეგ, ვისაც ეს დიქტატორი ბატონობს, არამედ თავად იმ საომარი მანქანის წინააღმდეგ, რომელიც მან შენს წინააღმდეგ წამოიყენა. უკრაინამ ეს ძალიან კარგად იცის. აპრილში უკრაინამ რუსეთს მიაყენა ყველაზე სასტიკი თვე, რაც პუტინმა და მისმა თანამზრახველებმა ოდესმე განიცადეს. კრიმიდან ურალამდე უკრაინამ ყველაფერი გაანადგურა, რაც კი თვალს მოკრავდა, როცა რუსული ნავთობი იწვის და ქვეყნის არმია ინგრევა. მოემზადეთ. აქ ბევრი რამ გვაქვს ალაბარაკო. 4 მაისს კიევის პოსტმა მთავარი სათაური გამოაქვეყნა. უკრაინის შორ მანძილზე მოქმედმა დრონების სპეციალისტებმა აპრილში წარმატებით დაარტყეს 14 რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და საწვავის ჰაბს რუსეთის ტერიტორიაზე.
ეს უბრალოდ დიდი ამბავი არ არის, ეს რეკორდია. არასოდეს აქამდე უკრაინის ამდენ დრონს ერთ თვეში ამდენჯერ არ დაუდგამს რუსულ ნავთობის ინფრასტრუქტურაზე. და რამდენიმე შემთხვევაში მათ ერთსა და იმავე ობიექტს რამდენჯერმე დაარტყეს. უკრაინის დრონები ახლა უფრო ღრმად აღწევენ ვიდრე ოდესმე. ერთ-ერთ შემთხვევაზე, რომელსაც ახლა განვიხილავთ, უკრაინამ დრონი 1500 კილომეტრზე, ანუ დაახლოებით 930 მილის მანძილზე გაგზავნა, რათა პირდაპირ კიდევ ერთ რუსულ სტრატეგიულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში შეეტანა. და ეს ყველაფერი არ არის. აპრილი რუსეთისთვის წლის ყველაზე მძიმე თვე იყო, კიდევ უამრავი მიზეზის გამო, რადგან უკრაინამ თავისი სიღრმისეული დარტყმების კამპანია უპრეცედენტო დონემდე აიყვანა. მაგრამ მოდით რუსეთის ნავთობით დავიწყოთ. ეს არის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყველა დეტალს გვაწვდის. ჯერ ბაშნემ-ნოვოილის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში წაგიყვანთ, რომელიც რუსეთის ბაშკორტოსტანის რეგიონში უფას დასახლებაში მდებარეობს. 1400 კილომეტრით, ანუ დაახლოებით 870 მილით დაშორებული უკრაინიდან, ეს ქარხანა აწარმოებს საფოხ მასალებსა და მაღალი ხარისხის ზეთებს და მას აქვს წელიწადში 7 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობა. უკრაინამ მას ძლიერი დათმა მიაყენა და ცეცხლში გაახვია და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. კოსტოვოში, რომელიც რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის რეგიონში მდებარეობს, გორკის ნავთობის სათომბის სადგური იყო სამიზნე. უკრაინის დრონებს ამჯერად ასე შორს წასვლა არ დასჭიროებიათ, მხოლოდ 800 კილომეტრი ან დაახლოებით 497 მილი. მაგრამ მათ თავიანთი საქმე გააკეთეს. ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში ორი ძირითადი გადამამუშავებელი დანადგარი გაანადგურეს. ეს ქარხანა წელიწადში დაახლოებით 17 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს და რუსეთის მთლიანი ბენზინის მოხმარების 30%-ს უზრუნველყოფს. შემდეგი ტუაფსა ან საწყალი ტუაფსა. ადრე ვახსენეთ, რომ უკრაინამ ტუაფსაში რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რამდენჯერმე დაარტყა. ქარხნის მუშებს ალბათ უკვირდათ, უკრაინის დრონებს რამე პირადი ხომ არ ქონდათ. მათ დაარტყეს 16, 20 და 28 აპრილს. გაანადგურეს გადამამუშავებელი დანადგარები. მინიმუმ 24 საწვავის საცავი დაანგრიეს და ქარხანა სრულიად პარალიზებული დატოვეს. ეს ქარხანა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 4.4%-ს უზრუნველყოფს, მათ შორის ევრო 5-ის სტანდარტის ნავთობპროდუქტების წარმოებას, რომელსაც რუსეთის არმია იყენებს. ოხდა თუ აფსას ეგონა, რომ უკრაინას ის დავიწყებული ქონდა, უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას კიდევ ერთხელ დაარტყა 1 მაისს. საჰაერო თავდაცვა. ეგ რა არის? ალბათ ასე ამბობს პუტინი. გარდა იმისა, რომ უკრაინამ თუაფსას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ისე სცემა, თითქოს ფული მართებს, უკრაინამ კიდევ ბევრი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაარტყა მთელ რუსეთში. სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სამარაში იმდენად ძლიერ დააზიანეს, რომ უზარმაზარი ხანძარი გაჩნდა. დრონებმა 900 კილომეტრი, ანუ თითქმის 560 მილი იფრინეს. ასევე სამარის რეგიონში უკრაინის დრონებმა აფეთქებები და უზარმაზარი ხანძარი გამოიწვიეს ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც წელიწადში დაახლოებით 8.8 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს და 20 სახეობის ნავთობპროდუქტს აწარმოებს, რომელთაგან ბევრი რუსეთის სამხედრო ძალებისთვის გამოიყენება. ფერმში და ორსკში, რომლებიც ორივე უკრაინიდან დაახლოებით 1500 კილომეტრითაა დაშორებული, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დააზიანეს. პირველი იყო ლუკოილის პერმენეფთეორგსინთეზის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ალფა დანაყოფმა დაარტყა. ეს ქარხანა წელიწადში 13 მილიონ ტონა რუსულ ნავთობს ამუშავებს და უკრაინის დრონებმა მისი ერთ-ერთი ძირითადი ნავთობის გადამამუშავებელი დანადგარი გამორთეს. ორსკში, რომელიც რუსეთის ორენბურგის რეგიონში მდებარეობს, უკრაინის დრონებმა ხანძარი გააჩინეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც დაახლოებით 30 სახეობის პროდუქტს აწარმოებს და წელიწადში 6.6 მილიონ ტონა ნავთობის გადამუშავების სიმძლავრი აქვს. მგონი ეცდოვებთ. დიახ, იაროსლავსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იაროსლავში უკრაინის ყურადღებას არ გამოფარვია. დრონებმა დაახლოებით 750 კილომეტრი, ანუ დაახლოებით 466 მილი დაბარეს, რათა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ვაკუუმური დისტილაციის დანადგარი დაეზიანებინათ, რომლის სიმძლავრეც 15 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. და ეს არის მნიშვნელოვანი რგოლი რუსეთის საომარი მანქანისთვის, რადგან აწარმოებს ბენზინს, დიზელსა და ავიაკეროსინს. ეს ყველაფერი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ვლადიმირ პუტინს თავი დაებრუნა. გულახდილად რომ თქვათ, ჩვენ თითქმის გაბრუებულები ვართ და ჯერ მხოლოდ ვიწყებთ. ჯერჯერობით მხოლოდ იმ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ვისაუბრეთ, რომლებზეც უკრაინამ დაარტყა იმ თვეში, როცა მან შორი მოქმედების დანა ღრმად ჩაარჯო ვლადიმირ პუტინის ნეკნებში. შემდეგ კი მოდის იმ დანის ისეთი გადატრიალება, რომ ვლადიმირ პუტინმა ალბათ იფიქრა, თითქოს ის მის ფილტრში ბრუნავს. პორტები, გემები, ტექნიკა, საწარმოო ობიექტები და კიდევ ბევრი სხვა რამ უკრაინის ცეცხლის ქვეშ მოექცა რუსეთისთვის ყველაზე სასტიკ თვეში. ნავთობის თემას რომ დაუბრუნდეთ, მოდით რუსეთის პორტებზე ვისაუბროთ. ბოლოს და ბოლოს უკრაინამ მესამე აპრილში არაერთხელ გააკეთა. პრიმორსკში, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ნავთობის საექსპორტო ჰაბია. ლენინგრადის რეგიონში უკრაინის დრონებმა 3 RVSP 20000 ტიპის ავზი დააზიანეს და უზარმაზარი ხანძარი გამოიწვიეს.
ამ ავზებს საერთო ჯამში 60,000 კუბური მეტრი ნავთობის დევადობა აქვთ და ისინი მხოლოდ ბოლო დანაკარგია რუსეთისთვის პორტში, რომელიც უკრაინიდან 850 კილომეტრით, ანუ 528 მილით არის დაშორებული. დრონების დანაყოფებმა პრიმორსკზე თავდასხმები ადრე დაიწყეს, რადგან მარტშიც რამდენჯერმე დაარტყეს ამ საექსპორტო ჰაბს. და თუ რუსეთს ეგონა, რომ მაისში სიტუაცია შეიძლება დამშვიდებულიყო, ძალიან ცდება. პრიმორსკს კიდევ ერთხელ დაარტყეს დრონებით 3 მაისს, რამაც კიდევ ერთი მასიური ხანძარი გამოიწვია. უსტლუგა, რომელიც რუსეთის მეორე მთავარი ბალტიის ზღვის პორტია, არც ისე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. უკრაინის დრონებმა მსგავსი მანძილი დაფარეს ამ პორტზე თავდასასხმელად და ამ პროცესში 3 ნავთობის რეზერვუარი დააზიანეს. პრიმორსკის მსგავსად უსტლუგასაც რამდენჯერმე დაარტყეს მარტში. ამ ეტაპზე თითქოს უკრაინა უბრალოდ ცდილობს ისედაც იმდენად მძიმე ზიანი კიდევ უფრო დაანძიმოს, რომ ორი პორტი, რომლებიც რუსეთის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 40%-ს შეადგენენ, წყობრიდან არიან გამოსული. გარდა იმისა, რომ მარტის ყველაზე დაზიანებულ მსხვერპლებს დაუბრუნდა, უკრაინამ გადაწყვიტა კიდევ რამდენიმე რუსული ნავთობის პორტი გამოიყვანა წყობრიდან. ასევე ლენინგრადში უკრაინამ დაარტყა არპიკე ვისოცკ ლუკოილ 2-ის დატვირთვის ტერმინალს, რამაც კიდევ ერთი ხანძარი გამოიწვია. ნოვოროსისკში, რომელიც ახლა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შავი ზღვის პორტია, უკრაინის დრონებმა 420 კილომეტრი, ანუ დაახლოებით 260 მილი იფრინეს და შესკარის ნავთობის ტერმინალს დაარტყეს. კიდევ ერთი ხანძარი გაჩნდა, რამაც რუსეთს წაართვა შესაძლებლობა, რომ პრიმორსკიდან და უსლუგადან ნავთობი შავი ზღვის გავლით თავის კლიენტებთან გააგზავნოს. და ბოლოს კრასნოდარის მხარეში უკრაინამ კიდევ ერთი ხანძარი გამოიწვია დრონით შეტევით ტიხორეცკის ნავთობის სატუმ სადგურზე. თუ კრიმში და კრასნოდარის რეგიონში ნავთობის საცავებზე განხორციელებულ დარტყმებს შევკრებთ, მივიღებთ ყველაზე სასტიკ თვიურ კამპანიას, რომელიც უკრაინამ ომის დაწყების შემდეგ რუსულ ნავთობზე წამოიწყო. და რუსეთი ამ ტკივილს გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ ჰორმუზის სრუტეში ბლოკადის გამო გაზრდილი ნავთობის ფასებიდან სარგებლის მიღებას ელოდება, რუსეთმა საბოლოოდ თავისი ექსპორტი მნიშვნელოვნად შეანცირა. რუსეთს ნავთობის გარყიდვებიდან დღეში დამატებით 150 მილიონი დოლარი უნდა მიეღო, როგორც Financial Times-მა 12 მარტს გაავრცელა ინფორმაცია. ამის ნაცვლად აპრილში რუსეთი იძულებული გახდა შეეზღუდა ექსპორტი, რადგან პორტები, რომლებსაც ის თავისი ჩრდილოვანი კემების მოსამარაგებლად იყენებს, იწოდა, ხოლო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც ამ პორტებში მისასვლელ პროდუქტებს აწარმოებენ, ჩამოიშალა. RBC უკრაინის ინფორმაციით რუსეთის ნავთობის ექსპორტი 16.8%-ით შემცირდა, რაც აპრილში მარტთან შედარებით 1.8 მილიონი ტონით ნაკლებობას ნიშნავს. ეს ზუსტად ის მიზანი იყო უკრაინისთვის. დაარტყა რუსეთს ყველაზე ძლიერად იქ, სადაც მისი ნავთობი იწარმოება და საიდანაც ნავთობი ქვეყნიდან გადის. რათა დარწმუნდეს, რომ პუტინს რაც შეიძლება ცოტა ფული ექნება თავისი საომარი მანქანის დასაფინანსებლად. კარგი, მოდი ცოტა შევისვენოთ. უკვე ბევრი აპრილის დათმა განვიხილეთ და კიდევ ბევრი დავრჩა. მაგრამ სანამ დავიწყებთ ყველაზე გამანადგურებელი უკრაინული დარტყმებისთვის მსხვერპლთა ჩამოთვლას, რაც კი ოდესმე გვინახავს, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ამაზე ბევრად მეტი გველდება, ასე რომ აუცილებლად გამოიწერეთ არხი, თუ ჩვენგან ახალ ინფორმაციას იღებთ. კარგი, დაუბრუნდეთ დათმებს. უკრაინა აპრილში შორს იყო იმ აზრიდან, რომ რუსეთთან ნავთობის საკითხი დასრულდა. გარდა ნავთობგადამამუშავებელი და პორტებზე დარტყმებისა, უკრაინამ დააზიანა ტანკერებიც და ძალიან იშვიათი თავდასხმით თავად რუსული ნავთობის წარმოების წყაროსაც მიაყენა დარტყმა. 10 აპრილს კიევის ინდეპენდენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის სამხედროებმა დაარტყეს ორ ნავთობის საბურგ პლატფორმას კასპიის ზღვაში, რომლებიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 1000 კილომეტრით, ანუ 620 მილით იყო დაშორებული. ორივე პლატფორმა იყო კინვაგანძლე ობიექტი, რომლებიც იური კორჩარგინისა და ვიგრიფას ნავთობის საბადოებზე იყო განთავსებული. ეს თავდასხმა წარმოადგენს კიდევ ერთ ეტაპს უკრაინის სტრატეგიაში, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ნავთობის განადგურებას. ის ანადგურებს ექსპორტის ჰაბებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რომლებიც რუსულ ნედუ ნავთობს გარდაქმნიან გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებად, რომლებსაც შემდეგ ფულად ყიდია. ეს ჯაჭვის ორი რგოლის ჩამოშლა. კასპიის ზღვის დათმებით უკრაინამ აჩვენა, რომ კიდევ ერთ რგოლზე აპირებს კონცენტრირებას. რუსეთის ნედლი ნავთობი იწვის, მანამდე სანამ ის გადამამუშავებელ ქარხნებში მოხდება. ნაბიჯ, უკრაინამ წყობრიდან გამოხლავს რუსეთის მთელი ნავთობის მიწოდების ჯაჭვი. ამ ჯაჭვის მეორე ბოლოში არიან ტანკერები, რომლებიც რუსეთის ნავთობს ექსპორტის ჰაბებიდან ყიდველებთან გადააქვთ. რადგან უკვე ამდენ ზიანს აყენებდა, უკრაინამ ალბათ იფიქრა, რომ ტანკერის განადგურებაც შეიძლებოდა. საბოლოო ჯამში ის ტანკერი ტუაპსეში იყო და უკრაინამ აპრილში დაამტკიცა, რომ ტუაპსეს საჰაერო თავდაცვა იმდენად სუსტია, უკრაინა ამ რეგიონს ისე უთხრამს, როგორც მაიკ ტაისონი გონება დაბინდულ პატარას ურთხრამს. 29 აპრილს გაეთქვა, რომ უკრაინის დრონებმა პირდაპირ დარტყმა მიაყენეს მარკიზას ტანკერს, რომელიც იმ დროს ტუაპსიდან დაახლოებით 200 კილომეტრში, ანუ 130 მილით სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა და ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემის სიგნალის გარეშე მოძრაობდა. ეს ტიპური ტაქტიკაა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემებისთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ სვლა რუსეთის ნაცვლად. ამ შემთხვევაში დაზიანებული რუსული ტანკერი კამერუნის დროშის ქვეშ მოძრაობდა, მაგრამ უკრაინა არ მოტყუვდა. ცნობილი იყო, რომ ეს ხომალდი ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი იყო და მასზე სანქციებია დაწესებული დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, კანადის, ახალი ზელანდიისა და შვეიცარიის მიერ.
უკრაინამ ალბათ გადაწყვიტა, რომ ეს სანქციები საკმარისი არ იყო ხომალდის შესაჩერებლად. ამიტომაც გამოიტანა უფრო კინეტიკური სანქციები, რათა ის მწყობრიდან გამოეყვანა. ბოლოს და ბოლოს ალბათ უკვე დავასრულეთ, ხო ასეა? არა. ის დანა, რომელიც თქვით, რომ პუტინის ნეკნებს შორის ტრიალებდა, იმდენად ღრმად შეარჩეს, რომ მეორე მხრიდან გამოვიდა. რადგან უკრაინამ ამ ყველაფერს რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაზე თავდასხმებთან ერთად მიაყოლა. დათქმები თვითმფრინავებზე, სამხედრო გემებზე და თვით რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის გულზეც კი. და ამ დართმებიდან ერთ-ერთი ისეთივე დამამცირებელი იყო, როგორც ყველაფერი, რაც რუსეთმა ომის ამ ეტაპამდე გამოიარა. 25 აპრილის ოპერაციისას უკრაინამ შარგოლის აეროდრომს დაარტყა შორეულ ჩელიაბინსკის რეგიონში. სამიზნეებად იქცა 4-მდე გამანადგურებელი თვითმფრინავი, მათ შორის 2 Su-47 ტიპის უხილავი გამანადგურებელი, რომლებიც როგორც ამბობენ, რუსეთის პასუხია ამერიკულ F-22-სა და F-35-ზე. Su-47 არის საუკეთესო, რაც რუსეთს შეუძლია შესთავაზოს. ეხლა მათგან 2 იწვის მიწაზე ავიაბაზაზე, რომელიც უკრაინიდან 1700 კილომეტრით, ანუ 1056 მილითაა დაშორებული. და ისევ რუსეთში უბრუნდებით. ბრიანსკის სასაზღვრო რეგიონში უკრაინის დრონებმა 1 აპრილს სტრელას ქარხანაზე დაატეხეს თავს. ეს ქარხანა პასუხისმგებელია იმ კომპონენტების წარმოებაზე, რომელსაც რუსეთი თავის ფრთოსან რაკეტებში იყენებს. და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მან 120 სამთავრობო კონტრაქტი შეასრულა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ეს დათქმა კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ ირჩევს უკრაინა მიზანს, რომელიც მაქსიმალურ ზიანს მიაყენებს პუტინის იმ სტრატეგიას, რომელიც უკრაინაზე შორი მოქმედების რაკეტების გაშვებას ეფუძნება. ხოლო და აპრილში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 151 არაკეტა და 6663 დრონი გაუშვა. აპრილში რუსეთმა საჰაერო დათქმების დღიური რეკორდი მოხსნა. უკრაინის მიერ სტრელას ქარხნის მსგავსი ობიექტების განადგურება ნიშნავს, რომ რუსეთს უჭირს რაკეტების მარაგის შევსება. როსტოვის რეგიონში მდებარე ტაგანროგში უკრაინამ 19 აპრილს დაარტყა ატლანტ აეროს ქარხანას. ამჯერად დიდება უკრაინის საზღვაო ძალებს ერგოთ, რომლებმაც ნეპტუნის რაკეტები გაუშვეს ქარხანაზე, რომელიც მთლიანად აწარმოებს მონნაიას დარტყმით და სადაზვერვო დრონებს, რომლებსაც რუსეთის ძალები ფრონტის ხაზზე იყენებენ. ატლანტ აერო ასევე აწარმოებს კომპონენტებს, რომლებიც გამოიყენება ორიონის დრონში, ასევე კომპონენტებს, რომლებიც გამოიყენება 50-ის რაკეტებსა და CABOC-ის მართვაც საავიაციო ბომბებში. რუსეთმა ქარხნის საწყობის ტერიტორიაზე ხანძარი დააფიქსირა და ვერც კი შეძლო თავისი ჩვეულებრივი დრონების ნამსხვრევების საბაბის მოყვანა, რადგან ნეპტუნის რაკეტების გამოყენება უეჭველი იყო. გპირდებით, რომ თითქმის დავასრულეთ ჩვენი მიმოხილვა იმ სასტიკი და ძალიან საჭირო სასჯელის შესახებ, რომელიც უკრაინამ რუსეთს აპრილში მიაგენა. ჩვენი ბოლო გაჩერება შავი ზღვის ფლოტია. უკრაინამ აპრილში გამძვინვარებით შეუტია ამ ფლოტს. კიდევ უფრო მეტი სამხედრო გემი და ხომალდი გაანადგურა იმ ფლოტის შემადგენლობიდან, რომელიც უკვე იძულებული გახდა უკრაინიდან რაც შეიძლება შორს დაეხია. ახევა არ გამართდა. აპრილში უკრაინამ გაანადგურა პროექტი 775-ის იამალი და პროექტი 117-ის ნიკოლაი ფელჩენკოვი. ორივე სადესანტო ხომალდია და მათი საერთო ღირებულება 150 მილიონ დოლარს შეადგენს. უკრაინამ ორივე ხომალდს ორჯერ დაარტყა. პირველად 20 აპრილს, შემდეგ კი ისევ 26 აპრილს. ასევე 26 აპრილს უკრაინამ გაანადგურა ივან კურსე, რომელიც რადიო დაზვერვის ცენტრია და დაარტყა შავი ზღვის ფლოტის სასტალო ცენტრს. პროექტი 11356 არის ბურავესნიკი ფრეგატიც უკრაინის გამანადგურებელი შორ მანძილზე დარტყმების ხერხი გახდა. ამ სამხედრო გემზე დარტყმამ უკრაინას საშუალება მისცა კიდევ ერთი დარტყმა მიეყენებინა პუტინის რაკეტებზე დაფუძნებული სტრატეგიისთვის, რადგან ბურავესნიკს შეუძლია კალიბრ ფრთოსანი რაკეტებით დატვირთვა, რომლებსაც რუსეთი რეგულარულად უშვებს უკრაინის მიმართულებით. კერჩის სრუტეში უკრაინამ გაანადგურა 2 საპატრულო ნავი, რომლებიც კერჩის ხიდს იცავდნენ. ეს ხიდი კი მთავარი სიცოცხლის ხაზია, რომელიც ოკუპირებულ კირიმს რუსეთთან აკავშირებს. ამ დარტყმამ შესაძლოა გზა გაუხსნას მომავალ თავდასხმებს ხიდზე, რაც უკრაინის სტრატეგიის ნაწილია კირიმის გასათავისუფლებლად. და ბოლოს, 22 აპრილს უკრაინამ დააზიანა FSB-ის სასაზღვრო საპატრულო გემის სამეთაურო კოშკურა სევასტოპოლის რეგიონში, კირიმში. თავიდანვე გითხარით, რომ ურალებიდან კირიმამდე მივყვებოდით და უკრაინამ მოლოდინი გაამართლა. უკრაინას არასდროს მოუხდენია ასეთი მასშტაბური გრძელდისტანციური განადგურება, როგორიც აპრილში ვიხილეთ. ჩვენ ვიხილეთ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის საექსპორტო ჰაბები მიწასთან გასწორებული, რამაც რუსეთის ნავთობის ექსპორტზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა. 100 მილიონი დოლარის სამხედრო ტექნიკა დაიწვა, რომლის დიდ ნაწილსაც რუსეთი ვერ არ ჩაანაცვლებს. გემები, რომლებზეც უკრაინამ მიიტანა იერიში დიდი ხნით გამოვა მწყობრიდან, რადგან რუსეთის გენთმშენებლობის ინდუსტრია სანქციების გამო ინგრევა. ჩვენ ნახეთ, როგორ განადგურდა რაკეტების ქარხნები. მიზანში ამოღებული იქნა ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები და უკრაინის ნავთობზე ორიენტირებული სტრატეგიის გაფართოება. მიწოდების ჯაჭვის ახალ ნაწილზეც გავრცელდა, რადგან კასპიის ზღვა ახალ სამიზნედ იქცა. უკრაინის შორმანძილზე მოქმედი დრონები ახლა უფრო შორს დაფრინავენ ვიდრე ოდესმე. და ის ფაქტი, რომ ისინი ასეთ წარმატებას აღწევენ, გვიჩვენებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვა ისეა გადაჭიმული, როგორც ბეჰემოთზე ჩამოცმული მოკლე შორტები. ეხლა ლოგიკური იქნებოდა გვეგონა, რომ უკრაინა, რომელიც ამდენ ენერგიას ხარჯავს შორ მანძილზე დათქმებში, სხვა მიმართულებებით შევიჩენელდებოდა.
შეიძლება აპრილში რუსეთის საშუალო მანძილზე მდებარე სამიზნეებს ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ. ან პუტინის უფრო ნაკლებები მარიონეტი გაანადგურა უკრაინის FPV დრონებ ფრონტზე. არავითარ შემთხვევაში. თუ რამეა, უკრაინამ ამ ორ მიმართულებაშიც გაამწვავა სიტუაცია. საშუალო დისტანციაზე უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი ამბობს, რომ უკრაინამ გააორმაგა დარტყმების რაოდენობა, რომლებიც 20-დან 150 კილომეტრამდე, ანუ 12.4-დან 93.2 მილის დიაპაზონში განახორციელა. აპრილში ამ დიაპაზონში დარტყმების რაოდენობა 2-ჯერ მეტი იყო ვიდრე მარტში და 4-ჯერ მეტი ვიდრე უკრაინამ რუსეთის ახლო ზურგის რაიონებში თებერვალში განახორციელა. რაც უკრაინა ამ ტიპის თავდასხმებით აკეთებს არის ის, რომ ანგრევს იმ ხარდამჯერ სისტემებს, რომლებიც რუსეთს ფრონტზე შეტევების შენარჩუნებაში ეხმარება. მართვის ცენტრები განადგურებულია, ლოგისტიკური და მომარაგების ჯაჭვები იშლება, ასევე ჯარისკაცების შეკრებები და საცხობები. ყოველი წარმატებული დარტყმა საშუალო მანძილზე ანცირებს რუსეთის ძალას ფრონტზე. და როდესაც უკრაინა მიზანში იღებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს ოკუპირებულ რეგიონებში, ის ასევე ხსნის საჰაერო დერეფნებს, რომლებსაც შეუძლია გამოიყენოს მეტი საჰაერო შეტევის განსახორციელებლად, როგორც ახლო ისე რუსეთის სიღრმეში. და რაც შეეხება რუსეთის ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს, მათ ძალიან ცუდი თვე ჰქონდათ. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა აპრილში 35,000 მსხვერპლი განიცადა, მაშინ როცა უკრაინამ გააორმაგა საშუალო მანძილზე დარტყმების რაოდენობა და რუსეთს თავადაც უფრო ძლიერი დარტყმები მიატენა ვიდრე ოდესმე. ეს დაახლოებით იგივე რაოდენობის რუსია, ვინც მარტში დაიღუპა ან დაიჭრა, და ეს ნიშნავს, რომ უკრაინის მიდგომა მუშაობს. რაც უფრო ძლიერად ურტყამს უკრაინა რუსეთს ზურგში, მით უფრო სუსტებიან პუტინის ჯარისკაცები. როგორც ჩანს, უკრაინას ჯერ არ მიუღწევია იმ რაოდენობის მსხვერპლისთვის, რაც მარტში მიატენა რუსეთს, რაც რეკორდული 35,351 იყო. მაგრამ ახლოსაა და აპრილში მან გაუთანაბრა დეკემბერში დაფიქსირებულ წინა რეკორდს, როცა 35,000 მსხვერპლი მიაკენა. უკრაინა ასევე აცხადებს, რომ აპრილი უკვე მეხუთე ზედიზედ თვეა, როცა რუსეთმა ბრძოლის ველზე უფრო მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე დღე პუტინის არმიაში ახალი ჯარისკაცების მოზიდვა შეძლო. ხოლოდ უკრაინის დრონების იერიშებმა რუსეთს დეკემბრიდან აპრილამდე 150,735 ჯარისკაცი დაუჭდა. United 24 მედიის ცნობით. რუსეთმა ამავე პერიოდში 148,400 ჯარისკაცი მოიზიდა, თუმცა რუსული დანაკარგები კიდევ უფრო მეტია. ესენი მხოლოდ ის ჯარისკაცები არიან, რომელთა დანაკარგიც უკრაინამ დრონების მიერ გადაღებული კადრებით დაადასტურა. სწორედ იმ იარაღებით, რომლებიც ამ დანაკარგებს იწვევს. თუ საარტილერიო დარტყმებსა და იმ თავდასხმებსაც დავამატებთ, რომლებიც არ არის დაფიქსირებული, რუსეთის 5-თვიანი დანაკარგი სავარაუდოდ 160,000 აჭარბებს. პუტინს საითაც არ უნდა გაიხედოს, შვება არსად არის. უკრაინა მხოლოდ შორმანძილზე დარტყმებს არ აძლიერებს. ის ყველა მიმართულებით ზრდის ძალებს, ხოლო რუსეთს უბრალოდ პასუხი არ აქვს. ეხლა ყველაფერი დასრულებულია რუსეთისთვის. აპრილი ყველაზე სასტიკი და დამანგრეველი თვე იყო დანაკარგებისა და განადგურების მხრივ, რაც უკრაინამ პუტინის საომარ მანქანას მიატენა. მაგრამ როცა ის კანკალებს ადრაც კრემლიდან შორს დამალულ ბუნკერში, პუტინი ერთ გარდაუვალ ფაქტს მიხვდება. აქედან მხოლოდ უფრო გაუარესდება ყველაფერი რუსეთისთვის. თუ გსურთ უფრო დეტალურად გაიგოთ, რას აკეთებს უკრაინა საშუალო მანძილის დარტყმის დრონების მიმართულებით, ჩვენ ამის შესახებ ინფორმაციას მოგაწოდით. ჩვენი ვიდეო დეტალურად განხილავს უკრაინის ახალ სასტიკ სტრატეგიას. ასახავს თუ რას ესმის თავს უკრაინა და როგორ შეიძლება და 16 აპრილის კონკრეტული დარტყმა გაგარდანტეხი იყოს ომისთვის, რომელიც ახალ ფაზაში შედის. იხილეთ ეს ვიდეო, რომ გაიგოთ მეტი და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რათა ნახოთ ჩვენი ყველა უახლესი ვიდეო უკრაინის მიღწევებზე რუსეთის წინააღმდეგ. და მადლობა როგორც ყოველთვის რომ გვიყურებთ.